მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გელით, როგორც გუშინ დაგპირდით, დღეს ჩვენ გადაცემაში შემოგთავაზებთ იაკობ კედმის ინტერვიუს ქართულ ენაზე. ჩვენ ეს ინტერვიუ გქონდა კვირას რუსულენოვან საავტორო ჩემს გადაცემაში, მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში საკმაოდ ჩამორჩით რუსულ ენას და ბევრს დაავიწყდა და განსაკუთრებით მომავალმა თაობამ არ იცის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტიპის ინტერვიუები, რომლებიც რუსულ ენაზეა გადმოთარგმნილი, შემოგთავაზოთ მერფასო მეგობრებო და გადაცემის მიწურულს, როდესაც ჩვენ სტუმრებთან ერთად დავასრულებთ საუბარს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ წუთასვე დაიწყება ჩვენს გადაცემაში იაკობ კედმის ინტერვიუ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ვეხმიანებით გუშინდელ იმ პროცესებს, რომელიც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვფიქრობ, რომ იწყება ახალი ერა ჩვენი ქვეყნისა და ამერიკის ცხოვრებაში, ვინაიდან დონალდ ტრამპი მოდის იმ პროგრამით, იმ მიდგომებით, რომელიც პრინციპში საქართველოსთვისაც არის საინტერესო და ასევე ჩვენთვის მისაღები, ტრადიციული ღირებულებები, ოჯახური ღირებულებები, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის იყო საპირწონე და ყოველთვის ამისკენ მიისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა, დონალდ ტრამპი აპირებს, რომ ეს დანერგოს. თუ კი ბაიდენი ამბობდა, რომ ტრანსგენდერები არის ამერიკის სიამაყე, დღეს ბაიდენი ამბობს და მან უკვე მოვაწერა ხელი კანონს, რომ თანახმადაც მხოლოდ ორი სქესია, ქალი და მამაკაცი და არავითარი სხვა. და ასევე მან დადო პირობა, რომ ეს რაღაც მარშებთან დაკავშირებით და გეი აღლუმებთან დაკავშირებით რაც იქნება რაღაც გადაწყვეტილებები, არ არის გამორიცხული ამერიკულ ჯარში აიგზალოს ასევე არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების ასევე ყოფნაც, ამაზე სხვათა შორის პირველ საპრეზიდენტო მმართველობის დროსაც ჰქონდა საუბარი დონალდ ტრამპს. მოკლედ ძალიან ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მომსწრები ხდები ჩვენ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს უფრო შიდა პოლიტიკა ამერიკის, გვაინტერესებს რა დამოკიდებულებას აერჩევს, როგორც გუშინ თქვი, ამერიკა საქართველოს მიმართ. და მე იმედი მაქვს, რომ იქნება პატივისცემა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენ გვექნება ურთიერთობა ისეთი, როგორც შეშვენის ორ დამოუკიდებელ ქვეყანას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც იქნება გარკვეული ზეწოლა, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ რუსეთთან, იმიტომ რომ ამერიკას მაინც თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. კი, რუსეთთან მათ ექნება დიალოგი, ჩანიშნულია შეხვედრა პუტინთან, მაგრამ ამერიკას მაინც თავისი გეოპოლიტიკური მონახაზი გააჩნია. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბატონი ივანე მეფარიშვილი, უფლებადამცველი ადვოკატია, ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. ჩვენი სტუმარია სამართლის ექსპერტი, ადვოკატი, უფლებადამცველი ბატონი ალექსანდრე კობაიძე, მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით, მესმენელი მაყურებლის საზოგადოებას. ერთი რამე არის მეგობრებო, აი ჩვენ გუშინაც ვსჯელობდით აი ამ საკითხებზე, რაც ამერიკას ეხება. თქვენი არ ვიცი და მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულწილად ცვლილებები იქნება ჩვენი ორ ქვეყანას შორის და ამასთანვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკამ თუ რაღაც არ შეცვალა, ჩიხში მოექცევა მთლიანად მისი პოლიტიკა, იმიტომ რომ თუ ბაიდენის პოლიტიკა გაგრძელდა რუსეთთან დაკავშირებით, იგივე საქართველოსთან, იგივე ხა საქართველოს დიდათ არაფერს არ ნიშნავს სოფლიო პოლიტიკაში, ეხლა ჩვენი ქვეყანა გვტკივა, თორე ამერიკას უფრო მასშტაბური რაღაც გარკვეული მონახაზები აქვს. მე ვფიქრობ, რაღაცა უნდა თუ არ გადაწყვიტო, არ მოხდა თვითონ ამერიკელები მოექცევიან ჩიხში, იმიტომ რომ ესე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება იმ პოლიტიკის, რასაც აწარმოებდა ბაიდენის ადმინისტრაცია და მგონია, რომ თუ ომის დამთავრებაზეა საუბარი და ბაიდენმა ეს პირობა დადო უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება, ეხლა სანქციების ზენით და ესეთი აი რიტორიკით, რომ ჩვენ აი დავასანქცირებთ, გავუყინავთ, ასე ვერ დაამთავრებს ომს. ვერც უკრაინაში ვერ დაამთავრებს და ვერც სხვაგან ვერ დაამთავრებს და ამიტომ რაღაცა გარკვეულწილობები იქნება ბატონო. დიახ, მოგეხსენებათ, რომ ტრამპს ღიად გაცხადებული პოლიტიკა აქვს
მას სურს რომ გრენლანდია გახდეს ამერიკის ნაწილი, მას სურს რომ კანადა გახდეს ამერიკის ნაწილი, მას სურს რომ მექსიკის სრუტე იყოს ამერიკის სრუტე, მას სურს რომ ეგრეთ წოდებული მიგრანტები აღარ შევიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებში და მოკლედ მთელი რიგი კონკრეტული ესე ვთქვათ მიზნები ამოძრავებს. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში, ასევე მას სურს რომ რუსეთთან დაალაგოს ურთიერთობა და ეს პირდაპირ კავშირში ამ საერთაშორისო ასპარეზზე რომ თუ რუსეთთან დაალაგდა ურთიერთობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც და მშვიდობა უნდა დაისაკუთროს, იმიტომ რომ პირდაპირ ის წინასაარჩევნოდ ძალიან ხშირად აღღერებდა იმ მესიჯს, რომ ის მოვიდოდა თუ არა ომს დაამთავრებდა რუსეთსა და უკრაინის შორის ომს გულისხმობ 24 საათში, თუმცა შემდეგ, როდესაც ის პრეზიდენტად იქნა არჩეული, ეს არ უარყო ეს კონკრეტული დაპირება და თქვა, რომ აუცილებლად დაამთავრებს ამ ომს, ოღონდ ეს ომი დამთავრდება 6 თვის განმავლობაში, ესაც დააკონკრეტა. ანუ მისი კონკრეტული მესიჯები ცხადყოფს, რომ მას სურვილი აქვს, რომ დამყარდეს მშვიდობა ქვეყანაში, ის არაფერს ესე ვთქვათ არ მოუწოდებს რომელიმე რაღაცა ქვეყანას რომ იომონ, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია მოგეხსენება თუ როგორ კვახე განცხადებებით და მწვავე განცხადებებით გამოდიოდა ხოლმე, მაგალითად ესე ვთქვათ ტრამპის უпроსტად ბაიდენის წარმომადგენლები და ხშირად იძახდნენ ხოლმე, რომ უნდა მთელი ევროპული სახელმწიფოები ჩართეს მოგეხსენებათ აი ამ ომში და მოხალისეებს თუ რამხელა პროპაგანდას უწევდნენ, რომ ჩართული იყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში და ეს იყო მათი ომი, პირდაპირ აი ამ ომს ესე ვთქვათ უწოდებენ ხოლმე და ბლინკენი გამოდიოდა ხოლმე და პირდაპირ იძახდა, რომ ეს იყო რა ქვია ამერიკისთვის მშვიდობის დამასტაბილურებელი ომი წარმოიდგინეთ პირდაპირ ამას და გაცხადებულად ამ ყოველივეზე საუბრობდა. ამიტომ ეს რიტორიკა შეიცვლება, როდესაც ტრამპი უკვე ოფიციალურად ჩაიბარა მან და ადმინისტრაცია ამერიკის ესე ვთქვათ ქვეყნის მართვის სადავები ჩაიბარა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა იქნება კიდევაც პუტინსა და ტრამპს შორის, როდესაც პირველი შეხვედრა შედგება, იქ უკვე გაცხადდება რეალურად, რომ ეს მოლაპარაკებები ესე ვთქვათ დასტაბილურდება, რა თქმა უნდა, თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ გეოპოლიტიკურად რა თქმა უნდა, ყოველთვის იმპერიებს თავისი გეოპოლიტიკური ამბიციები და მიზნები ამოძრავეთ, მათ შორის ამერიკასაც, რა თქმა უნდა, და ეცდება, რომ მაქსიმალურად სადავეები, ესე ვთქვათ, სადავეები თან კონდეს. თუმცა აქ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის აბსოლუტურად განსხვავებები არსებობს. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ეკონომიკური დოვლათი ნახოს თავისი სახელმწიფოსთვის, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება გაეფართოვებინა ყველანაირად, მათ შორის თუნდაც აი ამ ეგრეთ წოდებული კონფლიქტებით, რა კონფლიქტის მაგალითად რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს. ამიტომ ეს განსხვავებული მართლობაა, ქვეყნის მართლობაა და ჩვენ რა თქმა უნდა გვაწყობს ეს ამ შემთხვევაში, რაც ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქებს და არ შეესწება მაგალითად რომ იმში არ ექნება რომ რაღაცა ეგრეთ წოდებული პერევაროტები, ანუ გადატრიალებები მოხდება ჩვენს ქვეყანაში. და ეხლა მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, აი ნაციონალებს რა უხარიათ არ ვიცი. მათ გონიათ, რომ ეხლა ამოვა ტრამპი და არალეგიტიმურად გამოაცხადებს ხელისუფლებას და დაიჭერს მათთან ურთიერთობას და ტრამპს აქვს ძალიან კარგი მეხსიერება. ვიღაცას თუ გონია ტრამპს დაავიწყდება ის სიტყვები, რომელიც მათმა ბელადმა სააკაშვილმა იხმარა ტრამპის და უშუალოდ ამერიკელების მიმართ ძალიან ცდებით. ყველა მისის რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძვის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს. ბატონ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. ასე გამოდის, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ეხმარებოდა რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეზინფორმაციული ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. აქ ყოველთვის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო-ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო, ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში, ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. და ვინმეს გონია, რომ ეხლა ეს განცხადებები არ არის მიწოდებული, არ არის
ცნობილი ტრამპისათვის, იგივე ზელენსკი რა განცხადებებს აკეთებდა ტრამპზე, როგორ აბუჩად იგდებდა მას და ესე იგი ტრამპი გამოაცხადეს რუსულ პროექტად და მე აი ამათ ლოგიკას მინდა მივყვე, თქვენ უტვინებო, თუ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს და ეს სავსებით მისაღები არის, იმიტომ რომ ყველას აქვს უფლება დააფინანსოს საპრეზიდენტო რბოლა, ივანიშვილსაც და სხვებსაც. მაშინ რანაირად შეიძლება ტრამპი წავიდეს ივანიშვილის წინააღმდეგ, გეკითხებით მე თქვენ. რანაირად შეიძლება თუ ასეთი ურთიერთობა აქვს, აი თავიანთ ტყუილებში იბლანდებიან, გესმით ეს. ესე იგი აი თავიანთ გამონათქვამებში იბაშვებიან. ბატონო ის მე დავამატებდი აქ რომ ამერიკაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა შიდა პოლიტიკური თემა არის ძალიან მწვავედ მან და პრეზიდენტ ტრამპს და ახალ ადმინისტრაცია აქვს ძალიან ნათელი და ამბიციური მიზანი პირველი ის რომ მათ როგორც ამერიკელები თვითონ აღიარებენ რომ არსებობს ქვეყნის შიგნით ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი Deep State-ის სახელით ცნობილი რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებში გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა და ამ წინასაარჩევნო პერიოდში თქვათ ამერიკაში რომელიც ძალიან დიდ დუღილის რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც მოგეხსენება თავდასხმის ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი ცირედმა რაღაც ისეთმა იმან გადაარჩინა მათ გარდაუვალ სიკვდილს პრეზიდენტობის კანდიდატი რომელიც შემდგომ პრეზიდენტი გახდა და იგივე თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი ლიდერის განცხადებებს იგივე ჩვენი კარგი მეგობარია და ჩვენი დიდი ლობისტია უნგრეთის პრემიერ ორბანი რომელმაც განაცხადა რომ Deep State-მა დაკარგა ვაშინგტონი მაგრამ გავლენას ინარჩუნებს სტრასბურგზე გასაგები ეს ყველაფერი ხა მაგრამ იგივე იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებებსაც თუ გადახედათ რომ საუბრობს სოროსი რომელიც ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა და მათ შორის საუბარია იტალიის შიდა საქმეებში ჩარევაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტებზე ამიტომ მიზანი განცხადებულია ამ ინსტიტუტების დასუსტებით თვითონ წარმატებით თუ მოახერხებს ახალი ადმინისტრაცია ამერიკის ამ ფინანსურ ინსტიტუტებს დაასუსტებს და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერეს შეუწყობს ხელს ეს პირდაპირ აისახება მათ საგარეო პოლიტიკაზე და დარწმუნებული ვარ გამოიწვევს ახალ ხედვებს და ახალ მიდგომებს მათ შორის ჩვენ რეგიონთან მიმართებაში რაც შედის როგორც ამერიკის ინტერესებში, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, იმიტომ რომ ამერიკა მნიშვნელოვანი პარტნიორი, ევროპა არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის და თუ ის რეალურ ურთიერთსარგებლიან ურთიერთობებზე, ხედვებზე იქნება დაფუძნებული, ეს იქნება მომგებიანი როგორც ამერიკისთვის, ისევე ჩვენი ქვეყნისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის. აი ხა მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ეს გაფიცვები და ეს აქციები რომელიც უკანაც დასავლეთი იდგა და დგას ალბათ გარკვეულწილად ამას ესეც გადაიხედება, იმიტომ რომ დღევანდელი ევროკავშირი და ევროპა არის სწორედ ამერიკის დასაყრდენი და ამერიკა ახმოვანებინებს ევროკავშირს და ევროპულ ქვეყნებს ის რაც მას არ უნდა რომ გაახმოვანოს. ამიტომ აი ამ კუთხითაც იქნება ცვლილებები, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ იგივე პოლიტიკა გაგრძელდეს. მე აი მინდა რომ ამ გაფიცვების ისტორიას გადავავლო თვალი და მიხვდებით აი რაზე მაქვს საუბარი. რადიკალები კვლავ არ ჩერდებიან. ნაცოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების სასოწარკვეთილ და ფუჭ მცდელობებს ისევ განაგრძობს, თუმცა უშედეგოდ. დაიწყეს მათთვის ცნობილი ძალადობრივი ხერხებით. პიროტექნიკით აზიანებდნენ სამართალდამცველებს, რუსთაველის გამზირზე არსებულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის პარლამენტის შენობასა და სხვადასხვა ობიექტებს. ძალადობით აღფრთოვანებული რადიკალების სიხარული პოლიციამ მალევე ჩაახშო. ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ბენზინი, მოლოტოვის კოქტეილები. დააკავეს ძალადობის მონაწილე ათობით პირიც. ძალადობრივი ქმედებების ჩამდენების განეიტრალების შემდეგ აქციები კი გაგრძელდა, თუმცა უკვე მშვიდობიანად და მოსახლეობაც ნაკლებად იყო ჩართული. მუხტი დაიკარგა. პროტესტის მასშტაბურად წარმოჩენის მიზნით ოპოზიციამ უამრავ ხერხს მიმართა. დაბულინგება, გაფიცვის მოთხოვნა, სამსახურების დატოვების მოთხოვნა. ტყუილებით ცდილობდნენ საზოგადოების ემოციებზე манипуляცია მოეხდინათ, თუმცა უშედეგოდ. კვლავ არაფერი გამოუვიდათ. აქციებიც მინელდა. ღამის პროტესტის ნაცვლად ახლა დღის აქციებზე გადავიდნენ. ჯერ შესვენების საათებში პირველიდან 2 საათამდე გაფიცვებით დაიწყეს, რამაც ასევე არანაირი შედეგი არ მოიტანა.
იმისთვის, რომ რადიკალების პროტესტი უფრო ყოვლისმომცველი გამოჩენილიყო. ახალი გეგმა მოიფიქრეს დედაქალაქის ქუჩებში მარშების მოწყობა. მარშებში, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე ვითომ და სხვადასხვა პროფესიის თუ კუთვნილების ადამიანები მართავდნენ, ერთ მიზანს ემსახურებოდა. მოვეტყუებინეთ, თითქოს საზოგადოება სრულად იყო ჩართული ამ პროტესტში. ექიმები, იურისტები, მთავსვლელები, ისტორიკოსები, ფეხბურთის ფანები, დედები, მამები, ფილოსოფოსები, მეზობლები, უბნელები, მუსიკოსები, მსახიობები, IT სპეციალისტები, მარკეტერები თუ PR ტექნოლოგები და უამრავი სხვა დასახელების მარში ჩატარდა თბილისის ქუჩებში. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი, რომელიც სხვადასხვა პროფესიულ თუ შინაარსის მქონე მარში მონაწილეობდა, ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ. ძირითადად პოლიტიკური აქტივისტები. ისინი ნაწილდებოდნენ და ირგებდნენ სხვადასხვა როლს. ამით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების სიმცირე და ის, თუ როგორი მუხტი აქვს მიმდინარე ეგრეთ წოდებულ პროტესტს. არც ერთმა ხერხმა რომ არ იმუშავა, ნაც ოპოზიციამ ახალი, უფრო კრეატიული გეგმა მოიფიქრა და საყოველთაო გაფიცვა დააანონსა. გამოქვეყნა საყოველთაო გაფიცვაში მონაწილე კომპანიების სია, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა ამ კომპანიების გაფიცვა არ გაფიცვას და რამდენიმე საათიან დაპაუზებას ქვეყნისთვის თუ ეკონომიკისთვის ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა და არც ჰქონია. მაგალითად, კომპანია ვენტილატორი, ვარდისფერი მაიმუნი, მფრინავი მღებავი, სალის ენდორფინები, ორიგინალი სუნამოები, ტრიკო, კოსმეტიკური კრემები, ელასტიკა, ფუსფუსი. ამ და სხვა არაერთი უცნობი თუ უცნაური დასახელების კომპანიების საქმიანობას ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა ისედაც არ აქვს, ასე რომ 3 საათიანი გაფიცვით მათ მხოლოდ საკუთარი თავი და მათი გაყიდვები დააზიანეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფიცვა იყო ფარსი. ეს კადრები 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვის დღეს არის გადაღებული. დაახლოებით 15 საათი და 30 წუთი. ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, მეტრო, ჩვეულ რეჟიმში, შეუცვლელი გრაფიკით მოძრაობენ დედაქალაქის ქუჩებში. არათუ საყოველთაო გაფიცვა არ შედგა, იმ კომპანიების ნაწილიც კი არ გაიფიცა, რომელთა მფლობელები აქციებს ღიად მხარს უჭერენ. მაგალითად, თემურ ჭყონიას მაკდონალდსი, რომელიც გაფიცვის დღეს 16 საათსა და 45 წუთზე საკმაოდ აქტიურად იღებდა შეკვეთებს და უმასპინძლდებოდა სტუმრებს. ასევე 15-დან 18 საათამდე შეუფერხებლად მუშაობდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები. თემურ ჭყონია, რომელიც მილიონერი ბიზნესმენია, არც ერთი წამით არ წყვეტს მუშაობას, რადგან რამდენიმე საათიანი გაფიცვა მისთვის ბევრი ფულის დაკარგვის ტოლფასია. ის კომპანიებს მოუწოდებს საქმიანობის შეჩერებისკენ და სხვა რადიკალური ქმედებებისკენ. ამასთანავე აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს. ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. გაყალბებაზე ვერ ვისაუბრობ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკოსების თემაა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ახალი არჩევნები ან შემდგომი არჩევნები არის როგორ უნდა დავარქოთ, არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა. თავად ამ დროს კი არ გამოხატავს მცირედ სოლიდარობასაც კი, მეტიც საქმიანობს რუსეთში და ამით საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებს. მაგალითად, თემურ ჭყონიას კოკა-კოლა, ანუ ქართული წარმოების კოკა-კოლა, რუსულ ბაზარზე აქტიურად იყიდება და ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობით საკმაოდ შთამბეჭდავი მოგებაც აქვს. ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. რუსულ ფულზე უარს ვერ ამბობენ იმ კომპანიების დიდი ნაწილიც, რომლებიც ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესის სახელით ოპერირებენ. ასეთები არიან შპს ლორგო, კოპოლივა, PSP ფარმა, რომელიც აღსანიშნავია, რომ საყოველთაო გაფიცვას 5 წუთის მანძილზე შეუერთდა, თუმცა არც ამ პერიოდში შეუჩერებიათ საქმიანობა. გორგია, კორპორაცია ქართული ღვინო, კომპანია ნაბეღლავი და სუპერი და კიდევ სხვა მრავალი კომპანია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნეს კომპანია მიერთებულია Free Business G-ს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა Free Business G ეკუთვნის თამარ ჩუგოშვილის ძმას, გიორგი ჩუგოშვილს. ვერსიც ეთქვი აქტიობაშოთ თუ კავშირდება კრემლის თამარ ჩუგოშვილის ოპოზიციონერობას, აი ეს კითხვაც შედება და თუ შეგიძლიათ ამაზე გავუძლებთ. ჩემი და არ არის ოპოზიციონერი. საქართველოში დღეს 271,427 აქტიური ბიზნესი არსებობს. Free Business-ზე კი მათი 0,99%-ია წარმოდგენილი. მათ შორის არის თავად გიორგი ჩუგოშვილის კომპანია Faberits, რომელიც ჩუგოშვილს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამთავრობო სააგენტომ დაუფინანსა. აპლიკაციის შესაქმნელად სახელმწიფოსგან მან ჯერ 100,000 ლარი მიიღო, ამის შემდეგ კიდევ 650,000 ლარი. სახელმწიფოსგან მილიონი ლარამდე ახლა ბიზნესის ხელშეწყობის
მე ვარ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტები მაქვს აღებული. Faberi არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით შეიქმნა და დღეს ქვეყანაში დესტრუქციული დღის წესრიგის შექმნას უწყობს ხელს, რომლის საბოლოო მიზანიც ეკონომიკის ჩამოშლაა. მაგალითად, CityPay, Optio, Neuropilot, e-Consuli არიან ისეთი ბიზნესებიც, რომლებმაც ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი პროგრამებით ისარგებლეს და საკმაოდ სოლიდური თანხებიც მიიღეს მათი საქმიანობის განსავითარებლად. მაგალითად, შპს დიომ 2018 წელს მიიღო 1.500.000 ლარი, კლინიკა კურაციუმ 2022 წელს 228.000 ლარი, 2023 წელს კი 145.000 ლარი. კომპანია ბარამბო 2015 წელს 881.280 ლარი მიიღო. კამპამ 3.204.000 ლარი. კომპანია ყავის ლაბორატორია 2021 წელს 500.000 ლარი, 2022 წელს 2.100.000 ლარი, 2023 წელს კი 380.000 ლარი. ამ ვებგვერდზე სამთავრობო პროგრამით მოსარგებლე ასობით კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებსაც ბიზნესის საკეთებლად გზა სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაუხსნა. Free Business G პლატფორმაზე დარეგისტრირებულია არაერთი კომპანია, რომლებიც მთავრობას რუსული ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს. თავად კი რუსეთში საქმიანობენ და იქიდან დიდძალ შემოსავალსაც იღებენ. ყოველივე ეს საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს ამ ადამიანების და ბიზნეს სუბიექტების გულწრფელობის შესახებ. მოსახლეობას კითხვებს უჩენს ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროტესტში. მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გააქტიურებაც, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არათუ ბიზნესი იყო თავისუფალი, არამედ ბიზნესის რეკეტის, ქონების წართმევის და ბიზნესმენების რეპრესიების პრაქტიკა ყოველდღიურობად იყო ქცეული. ძალიან დიდი პრობლემების წინ გევართ. კითხვები არის იმ კომპანიებთანაც, რომლებიც თითქოს და რუსულ რეჟიმს ებრძვიან, თავად კი რუსეთიდან მიღებული ფულით არსებობენ. კითხვები არის დიდ კომპანიებთან, რომლებიც მცირე ბიზნესის გაფიცვისკენ მოუწოდებენ, თავად კი გაფიცვით მიღებული შესაძლო ზარალის გამო საქმიანობას რამდენიმე წუთითაც არაჩერებენ. კითხვები მრავლადაა, თუმცა პასუხები არ არის. სწორედ ამიტომაც პროტესტს მუხტი აღარ აქვს. რადიკალური ოპოზიციის მიერ გადადგმულ ყოველ სასოწარკვეთილ ნაბიჯსა და ქმედებას ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ნეგატიური შედეგი მოაქვს, როგორც მათთვის, ისე მათი მხარდამჭერებისთვის. აი ხა ძალიან საინტერესო ციფრები იყო და ზოგჯერ მართლა ფიქრობ ხოლმე, რომ აი სააკაშვილი რასაც უკეთებდა ზოგიერთ ბიზნესმენებს, შეიძლება აი ვიფიქრო, რომ ღირსები იყვნენ. აი ერთი ბიზნესმენი მანახეთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომელმაც ბიზნესი გადააფორმა სახელმწიფოს სახელზე. და ასეთი ბიზნესები იყო უამრავი სააკაშვილის პერიოდში, როდესაც ციხეში მყოფი ადამიანები ღამის ნოტარიუსთან, გინტურთან აფორმებდნენ თავიანთ ბიზნესს სახელმწიფოს სახელზე. და ესენი ლაპარაკობენ, რომ ბიზნესიო მაშინ უფრო თავისუფალი იყო. როდესაც ბიზნესებს აწერებდნენ ფულს, როდესაც ართმევდნენ ბიზნესებს, როდესაც არიცხინებდნენ ფულს, დღეს გაიფურჩნენ, დღეს არანაირი ზეწოლა, არავინ არ ეუნება, წადი შენ ის იყიდე, წადი ეს გააკეთე, წადი ისქენი, რასაც უნდა იმედა და ამ მიუხედავად ამისა ადგენენ და ქვეყნის წრებს დაუჭირებს ხარი. მე მაინტერესებს ევროპული რაღაცა იდეალებისკენ მივდივართო რო იძახით. აი მაგალითად ჭყონია, მაგალითად ეს ბანკების პრეზიდენტები. თუ ევროპისკენ მიდიხარ და მართლა თუ თქვენ ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორება გინდა, თქვენ უწყებებში გამოასწორეთ სიტუაცია მათხოვრული ხელფასები რო გაქვთ ბანკებში და კოკაკოლაში და გინდა სხვაგან. ერთი მაინტერესებს რატო გარბის ადამიანები საქართველოდან? იმიტომ რომ მილიონებს შეულობ და თქვენ მათხოვრულ ხელფასებს აძლევთ. თქვენ დააქციეთ ეს ქვეყანა, იმიტომ რომ მილიონებს შეულობთ 100%-იანი ისა აქვს მოგება წამლებს განსაკუთრებით ამ ფარმაცევტულ კომპანიებზე 500-600 ლარს რო აძლევ, ღამე როგორ იძინებ, შე უნამუსო, შენა 600 ლარს აძლევს ხელფასს იქ თანამშრომელს და თვითონ მილიონებს აკეთებს და ევროპისკენ მიდივარ. ევროპაში აქვს ეგეთი ხელფასები თანამშრომლებს? აი ესეთი ნაძირლები როგორ არიან, ვერ გავიგე რა, გაუგებარია რა ესეთი და ევროპისკენ მიდიან თან. წარმოუდგენელია მართლაც ეს, რა ვიცი, აი ეს არამზადა ვითომდა ბიზნესმენები როგორ კადრულობენ რა და თან ვინ ყავ წინ წარმოჩენილი გილაური ყავ წარმოგენილი ქადაგიძე, რომლებიც თავარი დირიჟორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის დროს, ოდესაც ატერორებდნენ ბიზნესმენებს. ეს ხო აი თვალში ნაცრის შეყრა ქართველი ხალხის მიმართ. როგორ შეიძლება მე როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარმა თქვენ დაგიჯეროთ, ოდესაც თქვენ მე მელაპარაკებით რაღაცა მაღალფარდოვანი სიტყვებით თურმე როგორ
გინდათ ევროპა თურმე როგორ გინდათ დემოკრატიული რაღაც ფასეულობების, ღირებულებების დაცვა და თქვენ წინ, ანუ ლოკომოტივად ყავთ წარმოჩენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ქართული ბიზნესი გამქრალიყო და ამას მიაღწიეს კიდევაც. და დაშინებები, შანტაჟები, უამრავი გვამები და რას აღარ კადრულობდნენ, რომ თავისი ინტერესი გაეტარებინათ. და დაჩამორებული ყოლოდათ ის ბიზნესმენები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობის დროს იყვნენ. და ასეთი ადამიანები დღეს გამოდიხართ და რაღაცა მორალს გვიკითხავთ, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა არასწორ გზას, არასწორ ეკონომიკულ პლატფორმაზეა? ეს ხო წარმოუდგენელია და ეს ხო ამაზრზენია. ასევე როგორ შეიძლება თქვენი მე მჯეროდეს, როდესაც მაკდონალდსი ვთქვათ, აი დაუშვათ ავიღოთ მაკდონალდსი არის წარმოჩენილი საქართველოში და 400-500 ლარია დასაქმებულების საშუალო ხელფასი. როგორ შემიძლია მე დავიჯერო თქვენი რომ თქვენ ამ ქვეყნის ინტერესები გადარდებთ და გაღელვებთ. ნუ იმაზე აღარ ვლაპარაკობთ რომ რუსეთში რომ იქიდან რომ ფულს შოულობთ, კაი ეს გასაგებია. მაგრამ თქვენ როგორ უნდა დაგიჯეროთ? ან ვინ უნდა დაგიჯეროთ? ვინ გამეცით პასუხი ქართულმა ხალხმა როგორ უნდა დაგიჯეროთ? შემირცხვენია თქვენარი ბიზნესმენობის, თქვენ ხართ ხამები, თქვენ ხართ გაზულუქებული ბიზნესმენები, რომელსაც თქვენი ერთადერთი ამოცანა რომ ფული და ფული იშოვოთ. რა ქვეყნის ინტერესებზე მელაპარაკებით და რომელი ქვეყნის ინტერესებზე მელაპარაკებით, როდესაც გვერდეთ გილაური გიზით და რაღაცა მაღალ მატერიებზე მელაპარაკებით და გონიათ რომ ამ ყოველივეთი ცდილობთ რომ რა ქვია საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროთ. არ გამოგივათ ეს და ვერ გამოგდის და ვერასდროს ვერ გამოგივათ. ვენაცვალე ბიძინა ივანიშვილის რომ მართლაც და ყველაფრის ლუსტრაცია მოახდინა ბოლო-ბოლო რა. ვენაცვალე ამას რომ ერთი ხელით ცდილობთ რომ ვითომ და წარმოაჩინოთ რომ როგორი თავისუფლები და დემოკრატები ხარ და მეორე ხელით ცდილობთ რომ უბრალოდ წარმოჩინდები თუ როგორი გაზულუქებული ბიზნესმენები ხარ და თქვენთვის თავარი არა თუ მართლაც და ქვეყნის პატრიოტიზმი, არამედ რეალურად ქვეყნის დაქცევაა. თორე მართალია ის მოსაზრება ბატონო ნიკოლოზ, რომ დღესდღეობით თუ მართლა ესეთი მაგარი ბიჭები არიან და ესეთი მაგარი ადამიანები არიან, მაშინ გააჩერო ბიზნესი, სანამ ამ ხელისუფლებას არ შეცვლიან. რატომ არ აჩერებენ ბიზნესს? თუ რეალურად გული შეგტკივა თქვენ მოგმართათ აი ამ რაღაცა პლატფორმის ირგვლივ ხალხ გაერთიანებული. გააჩერეთ ბიზნესი მართლა მანამდე, სანამ ამ ხელისუფლებას არ შეცვლით და მაშინ დაგიჯერებთ, რომ მართლა გულწრფელები ხარ და მართლა გულწრფელად ტკივათ ჩვენი ქვეყნის რაღაცა კონკრეტული რაღაცა საკითხები და მართლა დავიჯერებთ, რომ თქვენ ტკივათ ის საკითხები და ღელავთ იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებაში მუსირებს. მაგრამ ეს ხომ არ არის. რის თავი გაქვთ, რის 5 წუთი ვერ გაგიჩერებია თქვენი ბიზნესი, იმიტომ რომ ფული არ მოგაკლდეთ. ეს არის თქვენი რეალური სახე და მაგიტომ ვიძახი რომ ეს დღევანდელი რეალობა წარმოაჩენს იმ რეალობას, რა რეალობაში ცხოვრობთ. და როგორ უნდა დაგიჯეროთ თქვენ? არა, არის საბედნიეროდ საქართველოში ბიზნესმენები, რომლებიც ძალიან პრაგმატულები არიან, ძალიან ადეკვატურად მოქმედებენ. აი მაგალითად პაპაშვილი, რომელიც გამოვიდა და თქვა, ყოფილი რესპუბლიკა ბანკის პრეზიდენტი, თქვა, რომ დიდი ზრდა არისო და ციფრებით განისაზღვრებაო ეკონომიკა განიცდის დასო და ლამის არის, ესე იგი ეს კაცი მოღალატეთ გამოაცხადეს და ჯილდოები მიუტანეს ოფისში, რომელიც ჯილდოებიც ამ კაცმა გადასცა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, არ გვინდაო თქვენი ჯილდოები უკან აიღეთო, რომ ამ კაცმა სხვა პოზიცია დააფიქსირა. აი ესეთი რენეგატები არიან. ჩვენ გვყავს ბიზნესმენები, მადლობა ღმერთს, რომლებიც არ განეკუთვნებიან აი მათ რიცხვს. ერთ-ერთი არის მაგალითად აი მე მინდა თქვა გიორგი კანდელაკი, რომელიც წარმატებული სპორტსმენი იყო და თვითონ ეს კაცი ქმნის უნიკალური სივრცე გააკეთა რანჩოვარიანი და საქართველოს გაუთქვა სახელი ამ მისმა მე ყოველთვის ვამბობ რომ აი როდესაც სტუბარი მომდის უცხოეთიდან ყოველთვის იქ მიმყავს იმიტომ რომ ვანახო ის სილამაზე ტრადიცია ქართული იქ რომ მიდიხარ აი არ ვიცი ყველა ფასეულობა რაც გაგვაჩნია ჩვენი კულინარია ჩვენი სიმღერა ცეკვა რაღაცა ის ქართული ყველაფერი იქ არის და ეს კაცი დგას სახელმწიფოს სადარაჯოზე როდესაც ქვეყანას გაუჭირდა აი ამათ კი არ გვერდით კი არ დადგა მოღალატეების
კვირების გვერდით. ადგა და შეკრიბა გორში 7000 კაცი შეკრიბა და ხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას და ყოველთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის გვერდზე იყო. აი ესეთი გიორგი კანდელაკისნაირი ხალხი ჭირდება ქვეყანას, რომელიც თავისი ოფლით, თავისი შრომით იშოვა ამ კაცმა ფული, თავისი კარიერი და მერე გააკეთა ბიზნესი და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი გააჩნია სახელმწიფოებრივი პოზიციაზე. თქვენ რა გჭირთ, თქვენ ნაძირლებო, თქვენ 2 კაპიკი იშოვეთ და ქვეყანა გეზიზღება თქვენ. აი ხა ბიზნესმენებზე რო არის საუბარი ამორალურ ხალხზე. ესე იგი, ეს ოქრიაშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიფარა, დეპუტატად შეიყვანა, თორე ვერ როგორც საკუთარ ყურებს ისე ვერ ეღირსებოდა პარლამენტის დეპუტატის მანდატს. გამოვიდა, როდესაც აი ბიზნესზე და წარმატებებზე იყო ლაპარაკი და თავის წარსულზე რო ლაპარაკობს, აი არ ცხენია მაინც ამ წარსულის, აი ნახეთ ერთი როგორი შოვა ამ კაცმა ფული. ავეთ მოსკოვში რაღაც $30000 ქონდა ჩამოვიტანეთ მედიკამენტები, გავყიდეთ $12000. მახსოვს რომ მაშინ ტელეფონები არ იყო. $30000-ით რამდენიმე დღეში დაგროვდა $300,000 კაპიტალი. იყო საშუალება რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი დაგედოთ მედიკამენტები და მიუხედავად ამისა მაინც დიდი ფასნამატი იყო, დიახ. ადებდით ამ ფასნამატს. კი, ვადებდით. რამდენი პროცენტი იყო მაქსიმუმი? ნუ ალბათ სულ თავიდან ალბათ 1/1-იც. ხო. 100%. იმის გამო რომ საკმაოდ მაღალი ფასები გაქვთ მედიკამენტებს. ეხლა ამ ამბავს რომ მოისმენენ, აი როგორ ფიქრობთ, რას იფიქრებენ? ნაკლებად მაინტერესებს და არც მინდა რომ ამაზე ვესაუბრო. ფეხებზე მკიდია, თავშიც გვაუყლია ხალხმა, რაც კიდე საუბრობს ისე რომ თვითონ საამაყოსა. ხო, ესე იგი, აი ამას ის ეკითხება ეხლა ეს ჟურნალისტი, რომ მას ხალხი როგორ ხალხი რაში თავშიც გვაუყლიო. ეს კაცი ლაპარაკობს, აი ესეთია ფარმაცევტული ბიზნესი, აი ეს არის 100% გერა 500%-იანი მოგებები აქვს. და სამსახურში ხალხს, ესე იგი, აძლევენ მათხოვრულ ხელფასებს, ხალხო, აი ესეთი ვინა, ან ბიჭო რო დაჯდებით ახალი წლის სუპრაზე ასადღაც სუფრაზე კორპორატიულზე როგორ ნამუსი არა გაქვს შენ თქლიფავდე იქ რა ქვია ყველაფერს და შენი თანამშრომელი მშიერი კვდება და მე გამოვლე ეს PSP და მეო იქაო ევროპისკენ მივდივარო და რა ევროპისკენ მიდიხარ მშიერი გიკვდება თანამშრომელი ჟი არა კაცო შენ მშიერი გიკვდება თუ ევროპისკენ მიდიხარ შენ თვითონ შენი მაგალითზე გვანახე ბანკები განახე მილიონიან დაიმასღებულობენ რა ქვია შემოსავალს და მათხოვრული ხელფასები აქვთ იმ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს რა ხელფასები აქვს ხო კარგად ვიცით რა აქციებზე გადიდ აქციებზე იარეთ და იმიტომ გარბის აი ამ ბიზნესმენების ხარჯზე ბიზნესმენების ღორობის გამო გარბის ხალხი იმაში რა ქვია სამსახურიდან და საქართველოსდან გარბის იმიტომ რომ შეუძლებელია ბიზნეს დღეს ეხლა იმუშაო კერძო ბიზნესში და რაღაცა შემოსავალი ქონდეს აი კატასტროფა არის მე მგონი ბატონო ივანე არ ვიცი ნიკოლოს გეთახმებით აბსოლუტურად მათ ხელფასები რა თქმა უნდა არაევროპული აქვს მიახლოებულიც არ არის ევროპასთან პოზიცია მათი არის არაევროპული რაც არ უნდა წარმოგვიჩინო რომ ისინი ევროპულად აზროვნებენ და ევროპისკენ აქვთ სრული ინტეგრაციის მათი პოზიცია და მათი საქმიანობიდან არის არაევროპული მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება რაც ხაზგასმელია და არგუმენტათაც გამოდგება ყველასთან ვინც რაღაცა დავჭიჭინებს და რაღაცა დემოკრატიას გვიწუნებს იქ ადამიანის უფლებებს გვიწუნებს ნახონ თუ როგორ თავისუფალია დღეს საქართველოში ბიზნესი როგორ ამ მათ შორის ამ პოზიციის მქონე ადამიანებსაც როგორ აქვთ სრული შესაძლებლობა ცდომა კონდეთ იყონათ დაცულები ხელშეუხებლები არავინ მათი საკუთრება აღარ გადაიფორმოს არავინ მათზე ზეწოლა აღარ მოახდინოს არავინ მათ არ დაარეკეტოს და მათ როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით აქვთ ყველაფერი ხელშეწყობა ასევე ბაზრებთან ცდომის კუთხით და ის ციფრები იქნება მოყვანილი მათ შორის რუსეთის ფედერაციაში თუ როგორ ვაჭრობს ეს ხალხი და ამ თავის საქმიანობიდან გამომდინარე ამტკიცებენ იმას რომ არიან არაევროპელები მაგრამ სიტყვებით და იმითით საზოგადოებამ გავსჯით სწორედ იმ შედეგები და იმ საქმიანობიდან და იმ პოზიციებიდან რასაც ესენი ახორციელებენ და მათ საერთო ევროპასთან აფელი არ აქვთ მათ საქმიანობიდან სწორად ახსენეთ რომ რა დღეში ხავთ თანამშრომლები მიახლოებულიც არ არის იმ ევროპულ სტანდარტებთან ის შრომითი უფლებები რომელიც ეს ადამიანები ამყოფებენ საკუთარ თანამშრომლებს და უნდა დაინახონ და დააფასონ ის მიდგომა და ის სივრცე თავისუფალი რაც არის დღეს. უნდა დაანახონ თუ სახელმწიფო ვერ მიყვება და ყველაფერს ვერ დაუგეგმავს.
არის ინფრასტრუქტურა შეუქმნას და ბაზრებთან წდომა მიცეს. გამოვიდეს რომელიმე და თქვას რომ ამის ნაკლებობა გააჩნია დღეს. რომ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საგადასახადო შეღავათები არ აქვს და დაბალი გადასახადებს არ სარგებლობს, თუ არ აქვს რომელიმე დიდ ბაზართან წდომა, სადაც მათ თავისუფლად შეიძლება აიღო და პროდუქცია გაიტანონ. ან ერთი არგუმენტი მოიყვანონ, რომ ამ პოზიციების მიუხედავად ვინმე მათზე ზეწოლა მოახდინა. ეს ხას უსვამს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში არის ადამიანის უფლებები დაცული, ბიზნესის აბსოლუტური თავისუფლება არის და ნებისმიერ ბიზნესს, რაც არ უნდა ის კონდეს შესაძლებლობა აქვს თავისუფლად გამოვიდეს ნებისმიერი მიმართულებით. მათ შორის მიუღებელი რაც არ უნდა იყოს პოზიცია დააფიქსიროს, ისე რომ მას არავინ ამისთვის პასუხს არ მოთხოვს, არავინ არ დაარეკეტებს და ეს არის განსხვავება იმ რეჟიმს შორის, რომელიც ახლა ეტმასნებია და რაღაცა გათეთრება უნდა შემოგთავაზონ ამით, მაგრამ ეს არაევროპელები, ვითომ ევროპელები ბჭყალებში საქმიანობით არაევროპელები საბოლოო ჯამში თავიანთ შედეგს საზოგადოებისგან მიიღებენ პოზიციას და საქმიანობის უფლება მათ როგორც ახლა საქმიანობენ ისევე განახორციელებენ დარწმუნებულად მათ ხელს არავინ აღარ შეუძლია. აი ხა ბატონი ლექსო ლაპარაკობდა იმ მაკდონალდსთან დაკავშირებით. და თქვენც ევროპაში ყოფილა. ყველაზე ძვირი მაკდონალდსი არის საქართველოში. ახლა ბავშვი რო წაიყვანო მაკდონალდსში, ერთი ბავშვი 100 ლარი დაგიჯდება. აი წადით ევროპაში ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გაცილებით 3-4 ჯერ ნაკლებია ფასები მაკდონალდსში რო ხვიდე ვიდრე ეხლა იმას თავი დავანებოთ ხარისხი როგორია. მე მაინტერესებს ეს ჭყონია რომ გამოდის აქა და ნოტაციებს გვიკითხავს ერთი. რამდენს უხდი შეთანამშრომლებს ხელფასზე? იგივე მაკდონალდსში და კოკაკოლაში რამდენს უხდი? ევროპაზე რო ლაპარაკობ, ევროპული ხელფასები გაქვს შენ იმაში, შენ მილიონებს რო შოულობ? მე პირადად ვარ მომსწრე უამრავ ქალაქში ვარ დაყოფი რუსეთში, ყველგან იყიდება ქართული კოკაკოლა. და რო კითხო ეს ეხლა ვიღაცებს მიაქვს, როგორ შეიძლება ეხლა ამდენი კოკაკოლა შეიტანო რუსეთში და ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს ჭყონია. მილიონებს საკეთებს თვითონ და რო კითხო ესე იგი მეო რუსეთს ვეწინა ამ დეგებიო და იმ დღეს გამოვიდა ისე ერთი აღიარა რომ ისო არჩევნები არ გაყალბებულაო მაგრამ მაინც არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელმეორე რომ სიტუაცია განიმუხტოსო რა სად იყავი სააკაშვილი სისხლში რო აღჭობდა ეხლა რომ მოგინდა პოლიტიკური და სამოქალაქო იმისი რაღაცა პოზიციების დაფიქსირება სისხლში რო აღჭობდა სად იყავი თქვენ აი ბიზნესმენებს მინდა მივმართო ერთი თბილღვინოს ხელმძღვანელია კიდე ესე იგი ღვინოს იმაში ყიდის რა ქვია რუსეთში და მაგითი გაკეთდა და დღეს გამოდის იქა და ლაპარაკობს. აი ესეთ და ეს კომუნისტების დროს შექმნილი ის არის საწარმო თბილღვინო. ერთი უნდა გადაიხედოს ერთი როგორი შოვა ამ კაცმა ეს საწარმო ეს თბილღვინოსი და უნდა შევაფასოთ მე. ესე იგი კაცი რომელიც ამბობდა ღვინოში ჩაგიფსითო გვარამია. აი იმ კაცის მხარდამჭერია ეს ახლა ეს თბილღვინოს ხელმძღვანელი. მართლა როგორ გითხრა ღვინოში არა მართლა მაგრამ ღირსი ხარ რაღაცაში მართლა ის გიგდა რა უბედურება ესე იგი კაცი ღვინის შეურაცხყოფელ პარტიას შეიძლება მხარი დაუჭიროს კაცო ჰა შეიძლება თათბილღვინო გერქვას? ხო, ტრადიციული ესა და კომუნისტების დროს დაფუძნებული და იმას გამოდის ეხა და იმასთან რა ქვია მეპირფალოსეებთან და მოდის და პიდარასტებთან დგას ეს თბილღვინოს ხელმძღვანელი რა. მე რო ვიყო მაგალითად ეხა მყიდველი ღვინის რო დავინახავ ამ თბილღვინოს აღარც ვიყიდი რა. იმიტომ რომ გამახსენდება ეს კაცი რა. საშინელება არის რა, არ ვიცი, საშინელება არის. ევროპაზე საუბრობ ბატონ ნიკოლოზ და აფრიალებენ ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციას, სადაც მოგვიწოდებდნენ რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. სახელმწიფოს თქვა დაუშვა და გაიკეთებინა ეს ამ ბიზნესმენების, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას მნიშვნელოვანი ზიანი და ზარალი მიადგებოდა. წარმოიდგინეთ რა პოზიცია ექნებოდა დღეს. წარმოიდგინეთ როგორ პოზიციით იქნებოდნენ და როგორ დაუწყებდნენ ხელისუფლებას იმას რომ არ აქვს შესაძლებლობა საკუთარ პროდუქციას აწარმოონ და გაყიდონ. ვერ იღებენ იმ დოვლათს რაც აქამდე ჰქონდათ. მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი რომ ბიზნესს ჰქონდეს თვითონ ბაზრებთან მათი უფლებები იყოს დაცული და ამ ადამიანებმა ეს უნდა დაინახონ და პირველ რიგში უნდა ასახონ იაზრონ სახელმწიფოებრივად უნდა დისტანცირდნენ იმ უხეშ ძალასთან რომელიც მხოლოდ ორიენტირებულია იმაზე რომ ქვეყანა დაასუსტოს სუვერენიტეტი დაასუსტოს წარმოება შეაფერხოს მოსახლეობა ისევ უმუშევრობისთვის და უმედობისთვის გაწიროს მომავალი გახდეს გაურკვევლობაში ამყოფოს ემიგრაცია გაზარდოს და ეს ძალები ახლა რომელსაც ეს ადამიანები გვერდში უდგანდა და ცოტა გონს მოეგონ და შეირგონ ის საკეთეები რომელიც როგორც სამართლებრივად ისე სოციალურად და ისე სხვა კუთხით იღებენ სახელმწიფოსგან. კი ბატონო. აი ხა ისე მინდა რომ ამ პრეზიდენტის გუშინდელ აი ამ ინაუგურაციას შევეხო და
ჩვენი ხო იყო ის ლედი დის ეძახდნენ იმას დიანას, რომელიც იყო ბრიტანეთის ესე იგი დედოფალი და ეს ჩვენ ახლა შეიძლება დავარქვათ ჩვენ პრეზიდენტს ლედი რე딘 აი დახეთ თავისი იმით რა ქვია ეს ინგოროყვას კაბით პოზირებს იქ გამოდის ეს ქალბატონი გუშინდელიმიდან და რა ვიცი ვერსად ვერ შევამჩნიეთ ჩვენი რე딘 იმიტომ რომ რა ვიცი არსად არ ჩანდა ისეთ იმებში მაგრამ ჩანდა აი ესე მომარჯვებული მეგობრებო აი ესე კარებზე მიმარჯვებული ვანახოთ სურათი გახსოვთ ეს პერსონაჟი ასინეთა რომელიც ყურსი მიგდებული ქონდა ტრამპის იმამ ინაუგურაციაზე რა გადაწყდებოდა და აი ხო და მე მახსოვ ეს მინდა ეს პასაჟი გავიხსენო და აი ამ პერსონაჟს ნამდვილად წააგავს სალომე ზურაბიშვილი შესასიკვდილი ასინეთა შემოდი ახლა კიპასავით რომ აგვიხარ მაგარებს გამითვალე და ჩამომიენგარიშე, ხო ნათქვამ? წადი ახლა ჩაჯექი ნაუბახში. წადი. ცეცხლის დამთება არ გაბედო. თუ არა სამ დღეს არ გაკვარებ და დაგიმატებ კიდევ. წავალ ნაუბახში ჩავძები. მაგრამ შენთვის არ მიგდია ყური. ამ კაცებისკენ ვიყავი მიყურადებული. ხო აი იმ ნაუბახში იმაში უნდა ჩაქსვათ მართლა სალომე რო ჭკუაზე მოხვიდე ერთ იყო შენი ბოლო გაფართხალება ბოლო ვიზიტი აი ამ დასავლეთში იმიტომ რომ ამის შემდგომ უკვე შეიცვლება სიტუაციაც დამოკიდებულებაც და ის მდგომარეობაც რომელიც იყო შენს მიმართ და მე ვფიქრობ რომ რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებებს ვიხილავთ. ახლა ტრამპზე რო არის საუბარი, აი ახლა გუშინდელი ინფორმაციები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ტრამპმა განაცხადა, აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ყველა ჩვენი ჯარიდან COVID ვაქცინის გადატანაზე უარის თქმის გამო. ანუ ყველა თემას ეხება ტრამპი, რომელიც აი ისეთი მნიშვნელოვანია და მე მაინტერესებს ის ვაქცინაციის მხარდამჭერები რო გამოდიოდნენ და თქვენ აი წერით, აი ჩვენი COVID პასპორტი და ტვინი რო გაბურღეს ახლა აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ანუ ეს ერთი თემაც მიუთითებს იმას, რომ ძალიან მასშტაბური ცვლილებები იქნება. კი და სწორი პოლიტიკა აქვს. ეს არის ნამდვილი პოლიტიკა, ეს არის ანუ არათუ ვაი პატრიოტებზე დაფუძნებული პოლიტიკა, ეს არის რეალ პოლიტიკა. რომ ადამიანი იძახდა თუნდაც ვაქცინაციის დროს, რომ მანახეთ, მაჩვენეთ, რომ ეს წამალი მაგალითად ან არგებს, ან არ არგებს. ესეთი კითხვაც კი იყო დასმული ამ ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით და პასუხი არ ქონდა თქო და მაგიტომ იძახდა, რომ ეს იყო ყველაფერი დიდი ბიზნესის, ესე ვთქვათ, ცუდად დაგეგმილი კონკრეტული ქმედებები, სადაც დიდი ფული იშოვეს აი ამ კომპანიებას, რომლებიც იყვნენ ამ ფარმაცევტულ საქმიანობაში ჩართული. და სწორს იძახდა, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ პროპაგანდის მანქანით სხვადასხვა ტელევიზიების და მასმედიების საშუალებებით ისე საზოგადოებას ისე გამოუჭდეს ყურები და ისე მოიქცნენ, რომ ბევრი ადამიანი შეეწირა კიდევ და სამწუხაროდ სიცოცხლეც კი შეეწირა, რატო სამსახურები სიცოცხლეც კი შეეწირა და ნუ 1000 სიბინძუროები ხდებოდა ჯერ კიდევ როგორც სოფლიო მასშტაბის დონეზე, ასევე საქართველოშიც უამრავი ადამიანი შეეწირა აი ამ ეგრეთ წოდებული კოლეგიშვილი სამწუხაროდ და ძალიან ტრაგედია მოხდა რა, იმიტომ რომ აი ეს უნდათ რომ გაესაღებინათ ეს წამლები, უნდათ რომ მაქსიმალურად გაეყიდათ ეს წამლები და აი ესეთ მივიღეთ ესეთი ტრაგედია, რომელიც ალბათ კაცობრიობას უახლეს ისტორიაში არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეხლა აი ისევ ამ ინაუგურაციის თემას მინდა ისევ დაუბრუნდე, იმიტომ რომ ეს თემა ნიშნულოვანი იყო. აი ხო წავჭაბეს ტვინი, სალომეს ეპატიჟებიან, ხელისუფლება არ არის. ვის შეხვდა, სად შეხვდა, ესე იგი ერთი ტუალეტიდან ერთვებოდა, აგერ ვაშაძე, ეხლა გვანახოთ სურათი, სპეციალურად მოწყობილი სპორტის სასახლე, მთლიანად კადრი ვანახოთ, ეს სპორტის სასახლეში ჩატარდა იქ ჩვენება, ინაუგურაცია, იქ იყო და არა ამერიკის აი ამ ვაშინგტონში არ ყოფილა იმ ადგილას, სადაც უშუალოდ ტრამპი იყო, სპეციალურად მოწყობილი სპორტის სასახლეში იყო და ამან და ესე
ესე იგი ბოკერიებმა და სალომე ზურაბეშ წავჭამეს ტვინი და სალომე რო იქ თავისი კაბით ფიგურირებდა და რაღაცა სადღაც მე-10 მე-15 რიგში იყო ესე იგი ამითი თურმე უნდა ყოფილიყავით ჩვენ ამაყები აი ეს არის მათი სახე მეგობრებო და მე მგონი რომ ბოლომდე გაიბანძეს თავი ისაც გაბანძებულები იყვნენ და ამით მათი პოლიტიკური მომავალიცაც მე მგონი რომ დიდი წერტილი დაესწრება იმიტომ რომ თუ უნდა ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობა ნამდვილად უნდა გაემიჯნოს აი ამ ნაცჯალათებს მე ამით მე მინდა ჩვენ სტუმრებს დავემშვიდობო დიდი მადლობა ბატონი ლექსო კობაიძე უფლებადამცველი ადვოკატი ბატონი ივანე მეფარიშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები თუმცა ჩვენი გადაცემა გაგრძელდება ჩვენ მე როგორც დაგპირდით ეხა ჩვენ შემოგთავაზებთ ინტერვიუს პოლიტოლოგთან ისრაელის უშიშროების სამსახურის ნატივის ყოფილ ხელმძღვანელთან ბატონ იაკობ კედმისთან საკმაოდ ავტორიტეტულ პიროვნებასთან ქართულ ენაზე ძალიან დიდი სიამოვნება გელით ამ ინტერვიუდან არ გადართოთ დაჩი ტელეკომპანია სეზონზე და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება ბატონი იაკობ კედმი ჩვენთან საუბარში მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, შობა ახალი წლის შემდეგ კვლავ ჩვენს ეთერშია კვირის შეჯამება, რომლის პარგლებშიც საინტერესო საუბარს შემოგთავაზებთ. იმედი მქონდა საშობაო საახალწლო დღესასწაულებზე საქართველოში მშვიდობა დამყარდებოდა. ადამიანები დაისვენებდნენ, იზეიმებდნენ, მაგრამ როგორც ნახეთ ახალი წლის დღეებშიც ჩვენმა ოპოზიციამ, რომელიც დასავლეთის მეხუთე კოლონა გახლავთ ქვეყანაში, არეულობები მოაწყო და არაერთ ჩვენს ქალაქში განაგრძობს ანტისახელმწიფოებრივ ბრძოლას. დღეს გვეყოლება შესანიშნავი სტუმარი, საქართველოს დიდი მეგობარი, იაკობ კედმი. საღამო მშვიდობისა ბატონო იაკობ, პირველ ყოვლისა გილოცავთ შავლილ დღესასწაულებს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებებსა და წინსვლას ყველა საქმეში. ძალიან მოხარული ვარ, რომ კვლავ ტელეკომპანია სეზონის ეთერში გხედავთ. საახალწლო დღესასწაულების მიუხედავად საქართველოში არეულობები არ ცხლება. ამიტომ სურს ჩვენი საუბარი საქართველოში შექმნილი ვითარებით დავიწყო. დასავლეთიდან, ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველო დღეს დიდ ზეწოლას განიცდის. ქვეყნის პირველი პირები დასანქცირდნენ. დასავლეთი ღიად უჭერს მხარს ხელისუფლების ოპოზიციაში მდგომ მეხუთე კოლონას. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის წევრი. სენატორები და კონგრესმენები ღიად უჭერენ მხარს ოპოზიციის მოთხოვნას. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. თუმცა, როგორც იცით, არჩევნებში ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა. ალბათ თვალყურს ადევნებთ ამ მოვლენებს და გთხოვთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე თქვენი აზრი გაგვიზიაროთ. გარკვეულ იმედებს ბევრი ტრამპის ინაუგურაციაზე ამყარებს. მათი აზრით, ამის შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკა შეიცვლება. თქვენ რამდენად რეალურად მიგაშნიათ ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას მოხვას? Продолжится как и есть. პირველ რიგში მინდა თქვენი მოლოცვის საპასუხოდ მეც მიულოცო ქართულ ხალხს ახალი წელი. ასევე მინდა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცო. მოსალოცია ისიც, რომ საქართველო იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და უფლებას თავად განსაზღვროს თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ვინ მართავს ქვეყანას და არიხევს უკან გარეშე ზეწოლის წინაშე. ეს ზეწოლა ყოვლადამაზრდენი ხერხებით ხორციელდება. მისი სქემა სრულიად პრიმიტიულია. ის საფრანგეთის მოქალაქე, ქალბატონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა. არ შევჩერდები იმაზე, თუ რა გზით და როგორ დაიკავა მან პოსტი. როგორც იცით, არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როდესაც კითხეს თუ რატომ, მისი პასუხი იყო: ეს არჩევნები რუსეთის მიერაა გაყალბებული. კითხეს: კი, მაგრამ ამას რის საფუძველზე აცხადებთ? დამამტკიცებელი საბუთი თუ გაქვთ? მან კი უპასუხა: არა, საბუთები არ მაქვს. ამის დამტკიცება არ შეიძლება, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მაქვსო. როდესაც მის მომხრეებს, ვისაც მისი პრეზიდენტად დარჩენა სურს, ეკითხებიან: ამას რის საფუძველზე ამბობთ? რა მტკიცებულებები გაქვთ? ისინი პასუხობენ: ეს ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა თქვაო. ერთი სიტყვით ამაზე დიდი სიბრიყვე და თვალთმაქცობა ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბიშვილს ორი გზა აქვს. ან გვერდს დაუმშვენებს იმუნიათო ბელორუს დიასახლის, რომელმაც კატლეტის გარდა სხვა არაფრის მომზადება იცის. ან თუ კი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. მას შეიძლება უკვე ციხის საკანში დაუმშვენოს გვერდი საქართველოს კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს. და ისხდნენ ერთად საკანში და ქართველი ხალხის მომავალ კეთილდღეობაზე ითათბირონ. ან და იმ უგუნურ გაუნათლებელ ქალბატონთან ერთად, ვინც დასავლეთმა ბელორუსიის პრეზიდენტად გამოაცხადა. საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებაზე ილაპარაკონ. შეუძლიათ ასევე მიიწვიონ გუაიდოც, თუმცა მას უკვე უპოვეს შემცვლელი. ეს ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელის არაღიარებული პრეზიდენტი იყო, მაგრამ ახლა სხვა ადამიანი დასახელდა ვენესუელის არაღიარებულ პრეზიდენტად. მათ შეუძლიათ პროფკავშირი ან სხვა ორგანიზაცია დააფუძნონ. შეუძლიათ გახსნან თავიანთი სექცია გაეროში. საკუთარი ქვეყნებიდან გაძევებული არაღიარებული პრეზიდენტები. მათ ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვევენ. დაშტა უკრავენ. ზურაბიშვილს შეიძლება დარჩეს ის, რაც ჰქონდა, საფრანგეთის მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობა კი შეიძლება ჩამოერთვას. ესეც შესაძლებელია. საფრანგეთის მოქალაქედ დაიბადა და დაეკვლავ საფრანგეთის მოქალაქედ დარჩეს. ხოლო თუ წინააღმდეგობას გასწევს და საქართველოში ჩამოვა, ძალიან კარგი, მოათავსონ სააკაშვილთან ერთ საკანში. თუ კი
სერიოზულად ვილაპარაკებთ, ბოლო პერიოდში საქართველო იცავდა თავის სუვერენულ უფლებას და მან ეს კიდევ ერთხელ მოახერხა. მეცაც გეტყვით, ამ პერიოდში საქართველომ მხოლოდ საკუთარი ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება კი არ მოიპოვა. საქართველო დღეს იცავს თავის ქართულ ეროვნულ ფასეულობებს. ჩემი აზრით, შეიძლება ვილაპარაკოთ ისეთ ფენომენზე, როგორიც ქართული ცივილიზაციაა და ქართულმა ხალხმა ამ დღეებში სწორედ ეს ეროვნული ფასეულობები დაიცვა. მიუხედავად მთელი ისტორიისა და იმ განსაცდელისა, რაც საქართველომ გამოიარა, საქართველოს აქვს საკუთარი ეროვნული ისტორია, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის ისტორიაცაა და ნაწილობრივ საბჭოთა კავშირის ისტორია. რა გინდ მოინდომოს, ვერავინ უარყოფს, ვერავინ ამოშლის ისტორიიდან იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს დიდ სახელმწიფოდ სწორედ ქართველმა აქცია. ქართველი ხალხის ისტორიაში უდიდესმა ქართველმა და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთმა უდიდესმა სახელმწიფო მოღვაწემ. საქართველოს სრული უფლება აქვს და მართებს კიდეც. იამაყოს ამ პიროვნებით. ქართველი ხალხი რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ არც ერთ სხვა ერს არ მიუწია მსოფლიოსთვის ისეთი მასშტაბის პიროვნება, როგორც გორში დაბადებული იოსებ ჯუღაშვილია. და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი მას დამსახურებულ პატივს და ხსოვნას მიაგებს, როგორც კაცობრიობისა და ქართველი ხალხის ისტორიაში უდიდეს ქართველს. В истории человечества и в истории грузинского народа. ბატონო იაკობ, საქართველოში დიდ პატივს გცემენ არა იმიტომ, რომ იოსებ სტალინის ფიგურას ჯერ უნათ აფასებთ. არამედ იმიტომაც, რომ მოვლენებს პრაგმატულ შეფასებას აძლევთ და ქართულ ფასეულობებსაც პატივს სცემთ. თუ კი პარალელს გავავლევთ და წარმოვიდგენთ, რომ ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა ამ პრემიერ-მინისტრმა ზურაბიშვილის მსგავსად იმოქმედოს და დასაბუთების გარეშე ამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბებულია, რა ბედი ეწევა მას. ისეთი შთაბეჭდილება მჩება, თითქოს ამერიკელები საქართველოს მეორე თუ მესამე ხარისხოვან სახელმწიფოდ თვლიან. უნდა გითხრათ, რომ ჩემი ქვეყანა, ისრაელი და ჩვენი ხალხი სამწუხაროდ, ვერც დღევანდელი პრეზიდენტით იამაყებს და ვერც პრემიერ-მინისტრით, მაგრამ ისრაელის ისტორიაში იყვნენ დიდი პიროვნებები, ვისი წყალობითაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. მე ასეთ პარალელს გავავლებდი. რით გამოირჩეოდა სტალინი და რით გავდა მას ბენ-გურიონი. როდესაც ისრაელის სახელმწიფო ახლად შექმნილი იყო, მთავრობის უпростоრეთ მუშათა პარტიის სხდომაზე, რომელიც მაშინ ისრაელს ედგა სათავეში, ბენ-გურიონმა შეკრებილთ გარკვეული ქმედება შესთავაზა. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო ეს. ერთ-ერთმა თანაპარტიელმა ჰკითხა: ბენ-გურიონ, ჩვენ ასეთი უშუალო მიმართვა გვაქვს მიღებული. დარწმუნებული ხარ, რომ ხალხს სწორედ ეს უნდა. მაშინ ბენ-გურიონმა დიდებული სიტყვებით უპასუხა: არ ვიცი, რა უნდა ხალხს, მაგრამ ვიცი, ხალხს რა სჭირდება. სწორედ ესაა მეთაურის განმასხვავებელი ნიშანი. სტალინმაც იცოდა, რუს ხალხს რაც სჭირდებოდა, რაც სჭირდებოდა და არა რაც უნდოდა. ოდესურ გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, ხალხს სურს ყველაფერი ჰქონდეს და სამაგიეროდ არაფერი მოითხოვონ. ამიტომ დაუშვებელი სიბრიყვეა ხალხი თავის ნებაზე ბრმად მიუშვა. ჭეშმარიტმა მეთაურმა ჭეშმარიტმა ბელადმა იცის, რა არის ხალხისთვის კარგი და ქვეყანას სწორი გზით მიხავს. ამით გამოირჩეოდა სტალინიც, ვინც მეფის რუსეთიდან დიადი საბჭოთა კავშირი შექმნა. უდიდესი, მაღალ განვითარებული სახელმწიფო, რომელიც დიდწილად დღეს რუსეთის წარმატების საწინდარი გახლავთ. ამის წინაპირობები სწორედ სტალინის მმართველობის დროს შეიქმნა. რაც შეეხება საქართველოში მომხდარ და ამჟამინდელ მიმდინარე მოვლენებს. საქართველოში სამსახურეობრივი ვიზიტით ძალზე ხშირად ყოფილ ვარ და მის შიდა საქმეებში საკმაოდ კარგად ვერკვევოდი. ახლაც მყავს მეგობრები, ვისი წყალობითაც ჭეშმარიტ საქართველოს ბევრად უკეთ გავეცანი, ვიდრე წინათ ვიცნობდი. მათი წყალობით შევიყვარე კიდეც საქართველო. მოსკოვში ხშირად ხვდები ქართველ მეგობრებს, მათ შორის ქართველი ებრაელებიც არიან. ხშირად ყოფილ ვარ ქართულ რესტორანში. ამ საზოგადოებაში მე ერთადერთი ვარ, ვინც ქართულად არ ლაპარაკობს. ყველანი ლაპარაკობენ ქართულად და არაჩვეულებრივად სულში ჩამწდომ ქართულ სიმღერებსაც მღერიან. ერთხელ ჩავიწერე ეს სიმღერები და გაუგზავნე ჩემს მეგობარს, საქართველოდან წამოსულ ქართულ ებრაელს და მითხრეს, როდესაც ვისმენდით, თვალზე ცრემლი მოგვადგაო. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, საქართველოს ვიცნობ, მახსოვს შევარდნაძეც. მომიწია მასთან შეხვედრაც. სხვა მოღვაწენიც მახსოვს. მახსოვს ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. მთელი ის უმსგავსობა, რაც ზედაპირზე ამოვიდა. მახსოვს პირველად როგორ მოვისმინე ის ნაცისტური ლოზუნგი. საქართველო ქართველებისთვის, რომელიც დღემდე თქვენი ყველა უბედურების მიზეზად იქცა. ეს იყო ქართველი ხალხის ინტერნაციონალიზმისა და შემწყნარებლობის აბუჯათაგდება. ქართველ ხალხს სხვა ერები არასდროს შეუვიწროვებია. საქართველოში უამრავი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა. ამ ლოზუნგმა კი ეს თანაცხოვრება შებრალა და დღევანდელი ტრაგედიაც სწორედ ამითაა გამოწვეული. საქართველო ქართველებისთვის კი არა, საქართველო ყველასთვის, ვინც იქ ცხოვრობს. აი ეს მახსოვს მე. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ევგენი პრიმაკოვის მაგალითმა. მართალია ის კიევში დაიბადა, მაგრამ ის ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში. მე მას ვიცნობდი. პრიმაკოვმა მითხრა, სწორედ საქართველომ თბილისმა ამგზარდა ისეთ ადამიანად, რომ ბავშვობიდან შევიყვარე. ყოველი ერის პატივისცემა. იქნება ეს ქართველი, სომეხი, აფხაზი, ებრაელი თუ რუსი. მან მითხრა, ურთიერთობაში არავის პრობლემები არ შექმნია. ასე გავიზარდეთ. ესაა თბილისური კულტურა, ესაა ქართული კულტურა და ასეთი სწორედ იმიტომ რომ საქართველოში გავიზარდე. მახსოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვიც, რომელიც ასევე საქართველოდან იყო.
მას შერეული სისხლი ჰქონდა. ყავდა ასირიელი, ქართველი, რუსი წინაპრები. ისიც მეუბნებოდა, საქართველოს სწორედ ესაა. ასეთები ვართ, ასე გავიზარდეთ. მახსოვს მოსკოვში ჩემს უმცროს ვაჟთან ერთად ჩავედი. ვიდრე ჯარში წავიდოდა, მანამ ჩამოვიყვანე და მასთან ერთად იგორ ივანოვს შევხვდი. ივანოვმა თვითონ თხოვა ჩემი ვაჟი მასთან მიმეყვანა და როდესაც ნახა, უთხრა ჩვენთან საქართველოში ასეთი წესია. შენ 18 წლის ხარ, ჯარში მიდიხარ. ამიერიდან მამაკაცი ხარ. მე შენ გაჩუქებ მამაპაპურ ხანჯალს, რომელიც მე მაჩუქეს. როდესაც 18 წლის გავხდი, სახსოვრად გქონდეს და გახსოვდეს, ვაჟკაცი ხარ. შენი ერისა და მამა შენის ღირსი უნდა იყო. აი ამ ადამიანის წყალობით შევიგზენი თუ რა არის საქართველო და ქართველი ხალხი. ეს დღესაც შესანიშნავად ვიცი, რადგან ვიცნობ ქართველი ერის ერთ-ერთ სერიოზულ, ღირსეულ წარმომადგენელს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში დაბრუნებისთვის იბრძვის, რომელმაც საქართველოსთვის ბევრი გააკეთა. ესაა იგორ გიორგაძე. მან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რათა საქართველოს თავისი არსი და რაობა შეენარჩუნებინა. ჩემი გული სავსეა ქართველი ხალხისადმი სიყვარულითა და მოწიწებით. სულ ერთია, კახეთი იქნება ეს, სვანეთი თუ სამეგრელო. ყველაფერი ეს საქართველოა, პატარა და ამასთან დიდიც. ადამიანებისადმი სიყვარულით მდიდარი საქართველო. სავსებით გეთანხმებით იმაში, რაც იგორ გიორგაძის შესახებ ბრძანეთ. მან მართლაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის. შევარდნაძის მმართველობის დროს, როდესაც იგორ გიორგაძეს უშიშროების მინისტრის თანამდებობა ეკავა, საქართველოში უმძიმესი სიტუაცია იყო. გიორგაძემ ბევრი გააკეთა ვითარების სტაბილიზაციისთვის და უსამართლობაა, რომ დღეს ის საქართველოში არ იმყოფება. გეთანხმებით, ის საქართველოს პატრიოტია. კიდევ ერთი რამ მინდა ვახსენო, რისთვისაც გიორგაძეს დიდ პატივს სცემ. მას სთავაზობდნენ რუსეთის მოქალაქეობას, ბელორუსიის მოქალაქეობასაც, მაგრამ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობაზე არ თანხმდება და ამბობს მე ქართველი ვარ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობას ავიღებ, რადგან საქართველოს შვილი ვარო. მიამბო, როდესაც კგბ-ს სკოლა დაამთავრა, კითხეს სად გინდა გამგზავრებაო. მას გაუკვირდა და უპასუხა, საქართველოშიო. კითხეს, რისთვის, რა გინდა საქართველოში? მან უპასუხა, იქ დავიბადე, ქართველი ვარ და საქართველო ჩემი სამშობლოაო. მიუხედავად ყველაფრისა, ის მუდამ საქართველოს ემსახურებოდა. ახლაც ემსახურება. დიახ, ახლაც საქართველოს სამსახურშია, ვიცი. თუმცა აქ არ არის. საქართველოსთვის ბევრს აკეთებს, დიდი პატრიოტია. ჯერა რომ დადგება დრო და სამართლიანობა იზეიმებს და ის საქართველოში დაბრუნდება. ბატონო იაკობ, თქვენ ერთი რამ ახსენეთ ახლაც და წინა ინტერვიუშიც. მაშინ არ შეგეკამათეთ, ახლა კი მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო. ვიცი, ვისაც გულისხმობთ, როდესაც ამბობთ საქართველოში გავრცელდა ლოზუნგი საქართველო ქართველებისთვის, მაგრამ ამ ადამიანს ეს სინამდვილეში არ უთქვამს, რადგან არ არსებობს ამის დამადასტურებელი, არც აუდიო, არც ვიდეო დოკუმენტი. მან თქვა, რომ საქართველო ქართველებმა შექმნეს და ამისთვის პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ არასდროს უგულისხმია, რომ საქართველოში მხოლოდ ქართველებმა უნდა იცხოვრონ. როდესაც ამის შესახებ კითხეს, მან გარკვევით უპასუხა, ზვიად გამსახურდია. ლოზუნგი, რომელსაც მომაწერენ, თითქოს საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისაა. ეს ფაქტის დამახინჯებაა. მე ვთქვი, რომ საქართველო ქართველთა ქვეყანაა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერის უფლებასაც ვაღიარებთ. ამას მუდამ ვლაპარაკობთ ჰელსინკის ხელშეკრულებიდან და საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე. ასე რომ ჩვენ არასდროს ვქადაგებთ სხვა ერებისადმი სიძულვილსა და მათთან მტრობას, მაგრამ სხვა ერების წარმომადგენლები თავიანთ მხრივ ქართველი მოსახლეობის მიმართ აგრესიას იჩენენ. მასთან ერთად გადაცემაში მონაწილეობდნენ საბჭოთა ჯარისკაცები და გამსახურდია მიმართა მათ. თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ ქართული ჯარი. პირველი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამსახურდიას ელცინთან ჰქონდა, რომელსაც პუშკინის ლექსით მიეგება. რუსეთის მიმართ საქართველოს მაშინ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ელცინი მთლიანად ამერიკის მხარეს იყო. ის ამერიკაში ჩავიდა და წარმოთქვა, ღმერთო, დაიფარე ამერიკა. თქვენ იცით, რომ ელცინი ამერიკის მომხრე იყო. მაშინ 1991-92 წლებში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რომ ყოფილიყო, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. არ მიმაჩნია, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობისას ყველაფერი სწორად კეთდებოდა, მაგრამ სამართლიანობის გამო უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი ლოზუნგი მას არ წარმოუთქვამს. ეს ისაა, რაც ვიცოდი. გავრცელდა ძალზე ბევრი ტყუილი და ცილის წამება. ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე ბოდიშს ვითხოვ. მისი ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებისგან დამოუკიდებლად. ეს ადამიანი საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო. თუ კი ყველაფერი ისე იყო, როგორც თქვენ ამბობთ, მე კი არანაირი საფუძველი არ მაქვს. ამაში ეჭვი შევიტანო. მაშინ მისი სიტყვები განგებ იქნა დამახინჯებული, რადგან თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, მან იგულისხმა, რომ ქართველები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი ერია. დიახ, სწორედ ეს თქვა. ესე იგი არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამ სიტყვების დამახინჯებით იყო დაინტერესებული. რა თქმა უნდა.
რადგან ეს ქართველებისთვის და საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. სხვა ერებისა და რელიგიისადმი შემწყნარებლობა ქართველი არის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და ძვირფასი თვისებაა. დაწვრილებით აღარ ვისაუბრებ. გამსახურდია მეგრელი იყო, მაგრამ ვინ არჩევს საქართველოში მესხს, მეგრელსა თუ სვანს? საქართველოში ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ყველა ქართველია. ეს იგივეა ისრაელში გაარჩიო. ვინ რომელ ტომს მიეკუთვნებოდა, ვინ დანის ტომს, ვინ იუდას ტომს და ასე შემდეგ. ბატონო იაკობ, ჩვენში ასევე არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა ქართველი ებრაელი. ასე უწოდებდნენ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს. ჩვენ არა მარტო მეგრელსა და სვანს, ებრაელსაც კი ჩვენიანად ვთვლით, რადგან ისინი აქ საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ. დიახ, ასია, ებრაელები დაახლოებით იმდენივე ხანია ცხოვრობენ საქართველოში, რამდენიც თვითქართველები. რა თქმა უნდა. ისინი საქართველოში მუდამ ცხოვრობდნენ და ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობაში არასდროს გაჩენილა რაიმე პრობლემა. ვფიქრობ, 90-იან წლებში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რომ ყოფილიყო, არც საქართველოში და არც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ომი და არეულობა არ მოხდებოდა. ელცინმა ქვეყანა ფაქტიურად სრულიად გაანადგურა. თქვენ იცით რა ხდებოდა ჩეჩნეთში. ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ტყუილი. თქვენ ახსენეთ იგორ გიორგაძე. როდესაც გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს და ხელისუფლებაში შევარდნაძე მოვიდა, მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. გამსახურდია დამარცხდა და დაიგეგმა ოპერაცია მისი დაკავების მიზნით. გიორგაძე უთხრა შევარდნაძეს, რომ შეეძლო გამსახურდია თბილისში ჩამოეყვანა. რაზეც შევარდნაძემ დამცინავად მიუგო. გაშლილის უფრაც ხომ არ დავახვედროთო. ამით გიორგაძეს მიანიშნა, რომ ცოცხალი გამსახურდია არ სჭირდებოდა. ამის შემდეგ იგორ გიორგაძემ სამეგრელო დატოვა. თამაშიდან გავიდა და თქვენც კარგად იცით, რაც მოხდა ამის შემდეგ. გამსახურდია მოკლეს. ეს თვით იგორ გიორგაძის სიტყვების საფუძველზეა ცნობილი. მას არ სურდა ისტორიაში შესულიყო როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელი. შევარდნაძემ კი ეს გააკეთა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი საკუთარ ისტორიაში გაერკვევა, სწორ აქცენტებს დასვამს და თვითეულ პიროვნებას იმას მიაგებს, რასაც იმსახურებს. სწორედ შეაფასებს შევარდნაძისა და გამსახურდიას ფიგურებს. დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ქართველი მეგობარი იგორ გიორგაძე სამშობლოში დაბრუნდება. ჯერა რომ მე და ის თბილისში ერთად მიუსხდებით სუფრას. სწორედ შევარდნაძის დამსახურება წყალებში. დღეს გიორგაძე მოსკოვში რომ იმყოფება. მომავალი გვიჩვენებს თუ როგორ შევლენ ისტორიაში შევარდნაძე, გამსახურდია და გიორგაძე. მე ვიცი რომ იგორ გიორგაძე საქართველოს პატრიოტია და ჩემი ღრმა რწმენით ის კიდევაც იტყვის თავის სიტყვას საქართველოს პოლიტიკაში, რადგან იგორ გიორგაძისნაირი დიდი პიროვნებები ჩვენ არც ისე ბევრი გვყავს. ახლა დღევანდელ მოვლენებს დავუბრუნდეთ. მე ტრამპთან დაკავშირებით დაგისვით კითხვა. რამდენად მოსალოდნელად მიგაჩნიათ ცვლილებები მისი ინაუგურაციის შემდეგ? ვფიქრობ, ტრამპის გაპრეზიდენტების დღიდან მისი პოლიტიკა ამერიკის ინტერესებს და ექვემდებარება, რაც მისი გადასახედიდან სავსებით სამართლიანია. ის განსაზღვრავს, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია სოფლიოში შეწყდეს ყველა სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი და ის კონფლიქტებიც, რომელიც შეიძლება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მას სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს ახლო აღმოსავლეთთან, ასეთი დამოკიდებულება აქვს კავკასიასთან. მეორე მომენტი ისაა, რომ დასავლეთთან საქართველოს დღევანდელი პრობლემები. იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს. მას არც სომხეთის ბედის გაზიარება სურს. მას სურს საქართველო დარჩეს და საკუთარი ინტერესები დაიცვას. მე თვალყურს ვადევნებდი იმას, რასაც ტრამპი უკრაინის პრობლემებთან დაკავშირებით ამბობს. მან განაცხადა, უკრაინას ნატოში შესვლისკენ სწორედ ჩვენ, ანუ ამერიკის წინა პრეზიდენტები უბიძგებდით, რითაც რუსეთი გავაღიზიანეთ და საფრთხე შეუქმენით. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ხოლო მათ, ვინც დღეს საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებს, იმის გამო, რომ ის საკუთარ ბედს დამოუკიდებლად წყვეტს, მათაც ხომ ზუსტად იგივე მიზნები აქვთ. მათ იგივე სურთ, რადგან ერთი და იგივე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა 2008 წელს ერთდროულად შესთავაზა უკრაინასა და საქართველოს ნატოში შესვლა. და თუ კი ტრამპი მსოფლიოს სტაბილურობისთვის საფრთხეს ხედავს იმაში, რომ უკრაინას ნატოსკენ უბიძგებენ, რადგან უკრაინა ანტირუსული ზეწოლის ავანტურაში ჩაითრიეს, მაშინ მის გაპრეზიდენტებასთან ერთად ამას ბოლო უნდა მოეღოს და ამის შემდეგ სულ სხვაგვარად განიხილება საქართველოს და მსოფლიო პოლიტიკაში მისი ადგილიც, რადგან კავკასიის მშვიდობის საკითხში საქართველო უდიდეს როლს თამაშობს. ეს როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან კავკასია უკიდურესად რთული რეგიონია. ძალზე ბევრი გარეშე ძალა ცდილობდა კავკასია საკუთარ ინტერესებში გაეთამაშებინა, რაც სრულიად უპირისპირდებოდა კავკასიის ხალხთა და ქართველი ხალხის ინტერესებს. და რა კიღა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მრავალკუთხოვანი და ბუნებრივია. არ მგონია ტრამპმა რუსეთ-საქართველოს შორის მტრობის გაჩაღება მოინდომოს. ისევე როგორც ის წინააღმდეგია უკრაინა-რუსეთის მტრობით თამაშისა. ეს არაფერი კარგის მომტანი არ არის, თუნდაც იმ მინორული ფორმით, როგორც ეს შევარდნაძის დროს ხდებოდა. როდესაც ის
ირანის ჩეჩენ ტერორისტებს თავშესაფარსა და დახმარებას თავაზობდა. ეს მართლაც ხდებოდა. ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საღი მიდგომა, როგორც ზოგადად კავკასიისადმი, ისე რუსეთისა და მსოფლიო პრობლემებისადმი, დაასრულებს საქართველოზე იმ მავნე და სამარცხვინოზე წოლას, რომლის მიზანიც ქვეყნის მეორე უკრაინად გადაქცევაა. ამას ვასკვნით ტრამპის განცხადებებსა და მის პოლიტიკურ ლოგიკაზე დაყრდნობით, რა სახითაც მას ამჟამად ხედავთ. პირველი დიდი ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ტრამპი გეგმავს, პუტინთან შეხვედრა იქნება. რას შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრისგან? ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპი უკრაინაში ომს დაასრულებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს მოლოდინი? რაოდენ შემზარავიც არ უნდა იყოს ომი და ადამიანთა სიკვდილი. უკრაინის ომი დღეს ის ძირითადი პრობლემა არ გახლავთ, რაც ტრამპსა და რუსეთს შორის დგას. ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მიზანი ბევრად უფრო დიდი და გლობალურია. ეს მიზანი ორმხრივი სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაა. უკრაინა მხოლოდ ერთი ტექნიკური ნაწილია საყოველთაო უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებისა. ნატოც მხოლოდ ნაწილია რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გლობალური და ორმხრივი უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი შეთანხმებისა, რომელიც ორივე მხარის უსაფრთხოების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. უკრაინა მხოლოდ კერძო საკითხია. ის ძირითადი საუბარი კი სწორედ ამის შესახებ გაიმართება, რადგან 2026 წელს მთავრდება საყოველთაო სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ვადა. დღეს ეს შეთანხმება გაყინულია. დღეს ურთიერთობებმა ყველაზე კრიტიკულ წერტილს მიაღწია. დღეს უწინდელზე ბევრად მაღალია ალბათობა მსოფლიო საომარი დაპირისპირებისა, ბირთვული სტრატეგიული იარაღის გამოყენებით. და ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების შეთანხმება არ არსებობს. სწორედ ამაზე იქნება ძირითადი საუბარი, მაგრამ შეხვედრა იგეგმება და როგორც ადრე მithქვამს, ამ დონის შეხვედრები ხორციელდება მაშინ, როდესაც საიდუმლო მოლაპარაკებისას უკვე მიღწეულია ორმხრივი თანხმობა იმის შესახებ, რომ შეხვედრა დადებითი შეთანხმებით დასრულდება. ვფიქრობ, მსგავსი მოლაპარაკებები უკვე წარმოებს და თუ კი ამ პროცესში თანხმობას მიაღწევენ, მაშინ შეხვედრაც შედგება. რადგან საეჭვოა ვინმე წავიდეს საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც მარცხით დასრულდება. დაუშვებელია საერთაშორისო კონტაქტებისა და მოლაპარაკებების დაწყება, თუ კი ისინი მარცხზეა განწირული. ერთი ძალზე კარგიაც გარდაცვლილი ისრაელელი დიპლომატი, ღირსეული პიროვნება მასწავლიდა. დიპლომატიის პირველი წესია არასდროს შემოხვიდე ისეთი წინადადებით, რომელზედაც უარყოფით პასუხს მიიღებს. პროფესიონალი დიპლომატი თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. ორი დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელს შორის ისეთი მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც ორივე მხრიდან უარყოფითი პასუხით დასრულდება, საერთაშორისო დიპლომატიაში ყოველთ დაუშვებელია და ვიდრე ერთმანეთში არ შეთანხმდებიან, შეხვედრა არ შედგება. ხოლო თუ კი შეხვედრა შედგა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ყოველივე დანარჩენი კი წვრილმანი დეტალებია. ეს არ არის გორბაჩოვისა და რეიგანის შეხვედრა, რომლის დროსაც რეიგანი შოკში ჩავარდა გორბაჩოვის შეთავაზებისგან, რადგან ვერ მიხვდა. თუ კი გორბაჩოვი შეერთებულ შტატებსა და მათ ინტერესებს წარმოადგენდა, მაშინ ვინღა გამოდიოდა ამ შეხვედრაზე საბჭოთა კავშირის ინტერესების წარმომადგენლად? როგორც აღმოჩნდა, არავინ. გორბაჩოვი შეერთებული შტატების ინტერესების დაცვაში წინ უსწრებდა რეიგანს. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი შეხვედრის შესახებ მსოფლიოს ორი დიდი ქვეყნის ლიდერების განცხადება იმას უგულისხმობ, რომ ეს შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდება. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი შეხვედრის შესახებ მსოფლიოს ორი დიდი ქვეყნის ლიდერების განცხადება იმას გულისხმობს, რომ ეს შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდება. თქვენ ახსენეთ ზოგადად ჩვენს რეგიონში რთული ვითარება და ის, რომ საქართველო არ გადაიქცევა მეორე სომხეთად, სადაც დღეს მართლაც მძიმე პროცესების მომსწრენი ვართ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა და ამ ფაშიზმის აღმოფხვრა მისი მიზანია. დავიწყოთ იმით, რომ მალიავის სიტყვებში ერთი დადებითი მომენტი იკვეთება. ის სომხეთს მაინც სახელმწიფოდ თვლის და ეს მკაფიოდ გამოკვეთა კიდეც. ჯერჯერობით მიაჩნია, რომ სომეხ ხალხს საკუთარი სახელმწიფო აქვს. სულ ერთია, როგორიც არ უნდა იყოს ის. სომხეთის მაგალითი ყველაზე უფრო თვალსაჩინოა. სოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, არა მხოლოდ ჩვენთან, ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპაშიც. სუსტებს უბრალოდ კი არ ურტყამენ, არამედ ბოლოს უღებენ. ქვეყანა, რომელიც ეროვნული ღირსების განცდას კარგავს, არ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. საკუთარ პრინციპებთან კომპრომისზე მიდის და უარს ამბობს ეროვნულ ინტერესებზე. აი ამის მაგალითია დღევანდელი სომხეთი, როდესაც ქვეყანა თავისი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებით ვაჭრობს სხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყანასთან და მათგან სარგებელს მოელის. ეს სწორედ ისაა, რაც დღეს სომხეთს დაემართა. ისტორია მეორდება. 100 წლის წინათ ლენინის სომხეთის საზღვრებისა და სომხეთისგან მშვიდობის თაობაზე თურქეთს მოელაპარაკა. ამ შეთანხმების საფუძველზე არარატის მთა და ქალაქი ტრაბზონიც სომხეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. სომხეთს ზღვაზე გასასვლელი ექნებოდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები, ბათუმთან დაკავშირებითაც კი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.
რომ ისიც სომხეთის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ ფაშინიანის მაშინდელმა წინამორბედებმა თქვეს, არ გვაინტერესებს, ამ შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ. ჩვენ ფრანგები და ინგლისელები დაგვპირდნენ მხარდაჭერას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საკუთარი უგუნურებისა და იმის გამო, რომ ინგლისის ბრმა იარაღად იქცნენ, თურქეთს ომი გამოუცხადეს. მხოლოდ მას მერე, რაც ლენინი მეორედ ჩაერია, მან მოახერხა სომხეთის სახელმწიფოს არსებულ საზღვრებში დაკანონება. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი არ იარსებებდა. რაც შეეხება ფრანგებს, თურქეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ დასახლებაში, რომლის სახელწოდებასაც ახლა ვერ ვიხსენებ, სომეხი მოსახლეობა ცხოვრობდა. ფრანგები მათ თურქებისგან დაცვას დაპირდნენ, მერე კი ადგნენ და წავიდნენ. თურქებმა იქაური სომხები ერთიანად ამოწყვიტეს. ესაა გაკვეთილი სომხეთში მომდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სომხებმა არასდროს არანაირ ვითარებაში არ უნდა თქვან უარი თავიანთ ჭეშმარიტი მეგობრების დახმარებაზე. არ მიენდონ მათ დაპირებას, ვინც შორს იმყოფება. მათ თქვენ სრულებით არ ადარდებთ. თქვენთან არასდროს გქონიათ რაიმე საერთო და ამაოდ გინდათ თქვენი ეროვნული ინტერესები, რაიმეს სანაცვლოდ იყიდოთ. ასეთ რამეს ვერ იყიდი. ეს შეიძლება მხოლოდ დაიცვა. ამიტომ დღეს სომხეთი სუსტია. აზერბაიჯანი კი ცდილობს ამით ისარგებლოს. ალიევი თავის განცხადებებში სომხეთს ჯერჯერობით სახელმწიფოდ მიიჩნევს. ხვალ შეიძლება ესეც შეიცვალოს და არ ამგონია სომხეთის მეზობელმა, ვისაც სომხეთისადმი მუდამ განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ. გულისხმობ თურქებს. ამის გამო მაინც და მაინც იდარდონ. იმას კი ვერ ვიტყვი. შეძლებს თუ არა ირანი სომხეთის გადარჩენას. თუმცა შეგახსენებთ თქვენი ქვეყნის ისტორიიდან იმას, თუ რა უქნეს სპარსებმა ქართველებს და ქართველთა აჯანყების შემდეგ როგორ ბრძანა სპარსეთის შაჰმა. მომიტანეთ ქართველთა 80,000 თვალი და მას მიართვეს თვალები, რომლებიც ქართველებს ცოცხლად ამოგლიჯეს, ვიდრე დახოცავდნენ. შაჰის წინ ლანგარზე იწყო დახვევებული ქართველთა თვალები. მან კი ისინი სათითაოდ გადასინჯა და გადათვალა. ესაა კავკასია. მას უმძიმესი ისტორია აქვს. ამის შემდეგ ქართველები თითქმის აღგვილნი აღმოჩნდნენ მიწისაგან პირისა და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების ქვეშ აღდგა ქართული პოპულაცია. მხოლოდ რუსეთის წყალობით არსებობს დღეს ქართველი ხალხი, რომ არა რუსეთი. მეზობლები მას მოსპობდნენ. თუმცა იგივეა ჩვენთანაც. სამყარო ასეა მოწყობილი. ამიტომ საქართველომ უნდა გამოიტანოს დასკვნა. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვას თქვენი ჭეშმარიტი ეროვნული უფლებები. ნუ გაყიდით მას და ნუ რასდროს უღალატებთ მეგობრებს. მათ ვინც მთელი ისტორიის მანძილზე დაამტკიცა, რომ ისინი თქვენი ჭეშმარიტი მეგობრები არიან და მზად არიან დაგეხმარონ და დაგიცვან. სამწუხაროდ ჩვენში ბევრს დაავიწყდა, რომ საქართველო დღეს რუსეთის წყალობით არსებობს. რომ არა რუსეთი, ვერ დავიბრუნებდით აჭარას, გურიას, ჯავახეთს. საქართველო საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა რუსეთი. არც მართლმადიდებლობა იარსებებდა მსოფლიოში. დამეთანხმებით, შემოწრწუნებელია რომის პაპის განცხადებები LGBT თემთან დაკავშირებით, როდესაც ის ამ ფასეულობებისადმი შემწყნარებლობისაკენ მოგვიწოდებს. ბევრ ქვეყანაში არიციანი იმ როლის შესახებ, რაც რუსეთმა ითამაშა, იგივე სომხეთის თუ ყაზახეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის ისტორიაში. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს წიგნი თუ დოკუმენტური ფილმი, რომელიც იმის შესახებ მოგვითხრობს, რაც რუსეთმა საქართველოსთვის გააკეთა. Не только этого не знаю. არამც თუ ეს არიციან, არამედ არც ის თუ რა შესძინეს ქართველებმა რუსეთს. როგორია ქართველთა როლი რუსეთის ისტორიაში, რუსეთის კულტურაში, რუსეთის მეცნიერებაში, რუსეთის მედიცინაში. მე ეს ჯერ კიდევ მახსოვს. რამდენმა იცის დღეს საქართველოში ის თუ ვინ იყო ბაგრატიონი, რამდენმა იცის რომ მთელი ქართული არისტოკრატია, რუსული არისტოკრატიის განუყოფელი და პატივცემული ნაწილი გახლდათ. ყველა ქართველ თავადს ისეთივე რანგი ეკავა, როგორც რუს თავადაზნაურობას. როგორი პატივისცემა იყო საქართველოს მიმართ. მხოლოდ რუსეთს როდი აქვს ამაგი საქართველოზე, არამედ საქართველომაც მისცა რუსეთს იმდენი, რამდენიც შეეძლო. შეუძლებელია ამოვშალოთ დიდი რუსეთის ისტორიიდან კავკასიის ამ მცირერიცხოვანი ერის როლი. ეს ეხება რუსეთის კულტურას, მას მერე რაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა და ეს ეხება საბჭოთა კავშირსაც. კვლავაც და კვლავაც ვიმეორებ, რომ აღარაფერი ვთქვათ სტალინზე, მაგრამ სწორედ ამიტომაც სურთ ამ ყველაფრის ამოშლა. ამოძირკვა, რადგან სტალინზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი ახასიათებს ქართველ და რუს ხალხებს შორის კავშირს. მახსოვს სტალინის გამოსვლები, მას ახლაც უსმენ. საუბრისას მისი ქართული აქცენტი. ამას ყველანი ბუნებრივად აღვქვამდით, მაგრამ სტალინის გარდა საბჭოთა კავშირს სხვა ქართველი ხელისუფალნიც ყავდა, თუნდაც ორჯონიკიძე. მათი სია უსასრულოა. ვის უნდა უმადლოდეს საბჭოთა კავშირი და დღევანდელი რუსეთი თავის არსებობას. ლავრენტი ბერიას. კიდევ ერთ კაცს, რომელსაც ცილი დასწამეს, მეგრელს, ქართველს, ლავრენტი პავლესძე ბერიას. მის გარეშე საბჭოთა კავშირს ატომური იარაღი არ ექნებოდა, უდიდესი გენიალური ორგანიზატორი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. ის ხომ პირველი არ ყოფილა, ვინც ბირთვული იარაღის შემუშავება დაიწყო. როდესაც სტალინი მიხვდა, რომ ამაზე მუშაობის დაწყება აუცილებელია, მან ლავრენტი გამოიძახა და უთხრა: გააკეთე და ლავრენტიმაც გააკეთა. ამას ვამბობ ყველა იმ უარყოფითი თვისებისგან დამოუკიდებლად, რომელიც მას ისევე ჰქონდა როგორც ყველა სხვას, მაგრამ უმძლავრესი
საბჭოთა კავშირი და მისი ბირთვული ტექნიკა ლავრენტი ბერიას გარეშე წარმოუდგენელია და ესეც წაშალეს. არადა ესეც თვალსაჩინო სიმბოლოა იმისა, თუ რა მისცა საქართველომ რუსეთს. სულ ცოტა ორი დიადი პიროვნება, სტალინი და ბერია. ბერიას ცილი დასწამეს, ჯირკი მოსცხეს და მთლიანად ამოშალეს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ისტორიიდან. დიდი პრობლემაა ის, რომ ტუხაჩევსკი რეაბილიტირებული იქნა, ხოლო ბერია დღემდე არ არის რეაბილიტირებული რუსეთში. ეს დიდი უსამართლობაა. ტუხაჩევსკის ღვაწლს ვერ შევადარებთ რუსეთის წინაშე სტალინისა და ბერიას დამსახურებას. მიუხედავად ამისა, ტუხაჩევსკი გაამართლეს, სტალინი და ბერია კი არა. რა ბრალი წაუყენეს ბერიას? განაჩენის თანახმად ის ინგლისის ჯაშუშად გამოცხადდა. მითხარი, ბერია რამით გავდა ინგლისის ჯაშუშს? სასაცილოა. ეს სრულიად ყალბი, აბსურდული განაჩენია. რატომ არ შეიძლება მისი გაუქმება? რატომემდე უნდა დაკარგოს სინდისი და ყველა პრინციპი, რომ ეს აბსურდული განაჩენი ძალაში დატოვო? 2025 წელს ფაშიზმზე ჩვენი სახელმწიფოს დიადი გამარჯვების 80 წლის თავი სრულდება. მე ვსვამ კითხვას, 9 მაისს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, იქნება თუ არა სტალინის პორტრეტი. ადამიანისა, ვინც ეს ომი მოიგო. ნუ თუ გამარჯვების 80 წლის იუბილეზე, ამ გამარჯვებაში გენერლების, მარშლებისა და ჯარისკაცების სულელზე ილაპარაკებენ და არ ახსენებენ იმ მთავარ პიროვნებას, ვინც ეს გამარჯვება მოიპოვა. ეს დიდი უსამართლობა იქნება. ხალხი ამაზე ილაპარაკებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ქვეყნის მთავარმა პირებმა უნდა წარმოთქვან. ეს რა თქმა უნდა უპატივისცემლობაა. მე მინდა გავიხსენო შესანიშნავი საბჭოთა ფილმი ჯარისკაცის მამა. ვინ იყო ამ ფილმში ჯარისკაცის მამა? ის ქართველი იყო, ქართველი გლეხი. ამ ფილმში ადამიანის შთამბეჭდავი სახეა ნაჩვენები. ეს კინოხელოვნების საოცარი ნიმუშია. რა არის აუცილებელი სახელმწიფოს ისტორიისთვის, თვითშეგნებისთვის? აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, მთელი მისი სირთულეებითა და პრინციპებით. მე არაერთხელ მithქვამს და მოსკოვში უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი გამოსვლისას მომიწია კამათი. ახალი პოლიტიკური ტენდენციების მესვეურებთან, რომლებმაც ამჟამად დატოვეს რუსეთი. მე ერთ-ერთ მათგანს ვკითხე, ყოფილხართ თუ არა ჩინეთში? ყოფილვარო. ვკითხე, ყოფილხართ თუ არა ტაიანანმენის მოედანზე? ყოფილვარო. მაშინ ვკითხე, ვისი პორტრეტია ამ მოედანზე? ამოილუღლუღა, მაო ძედუნისო. უთხარი, ჩინეთმა აღიარა ყველა ის შეცდომა, რაც მაო ძედუნმა დაუშვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ხსოვნას პატივს მიაგებენ, რადგან რომ არა მაო ძედუნი, არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იარსებებდა, არ იარსებებდა ჩინეთი. ჩინელებს კონკრეტულობა შეუვიათ, ამიტომაც ამბობენ, მას ჰქონდა 80% სიმართლე და 20% შეცდომა, მაგრამ რაც კარგი ჰქონდა, იმისათვის ვაფასებთ. რუსეთში, მოსკოვში არაერთხელ მithქვამს, გრცხვენოდეთ, მაგალითი აიღეთ. პარიზის პანთეონის მონახულებისას აღშფოთებას გამოთქვამთ, რადგან იქ ნაპოლეონ ბონაპარტის საფლავი გახლავთ. ნაპოლეონმა ფრანგების სამთავრობა გაანადგურა, მთელი ევროპა სისხლში ჩაახშო. დამანგრეველი ომები გააჩაღა, მაგრამ ფრანგებისთვის ის ეროვნული გმირია და მას მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვიდრე იმპერატორი გახდებოდა, როდესაც პარიზში დემონსტრაციები დაიწყო, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. ნაპოლეონმა არტილერისტებს მოუხმოდა, საკუთარ ხალხს სარბაზნების ცეცხლი დაუშინა. მან ომი წააგო. მან მაშინ თქვა, ლუისულელი იყო. ორი საარტილერიო ქვემეხი და არავით არის საფრანგეთის დიდი რევოლუცია არ მოხდებოდაო და ამ ადამიანს დღემდე პატივს სცემენ საფრანგეთშიც და მთელ მსოფლიოში. ის დიადი პიროვნებაა. ქვეყანამ ასე უნდა შეაფასოს თავისი დიდი პიროვნებები, რადგან ნაპოლეონი საფრანგეთისთვის მართლაც დიდი პიროვნება გახლავთ, მაგრამ ის წმინდანი არ ყოფილა. ნაპოლეონი წმინდანი არ არის. მის სინდისზე ბევრი დანაშაულია, მაგრამ საფრანგეთს ის ახსოვს. იმავე კამათში კიდევ ერთი რამ ვთქვი. ვკითხე, საფრანგეთს რა ჰიმნი აქვს მეთქი? ჩემმა ოპონენტებმა თვალები დახარეს და მიპასუხეს, მარსელიეზა. ფრანგებს არც ჰიმნი შეუცვლიათ და არც დროშა. მარსელიეზა, საფრანგეთის იმპერიისა და საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნი. დღემდე საფრანგეთის ჰიმნია. რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს მის სათავეში. საფრანგეთის დროშაც იგივე დარჩა, რაც მაშინ. მათ ის პოლიტიკური კონექტურის გამო არ შეუცვლიათ. მხოლოდ იმერს, რომელიც საკუთარ ისტორიასა და კულტურას სცემს პატივს, შეუძლია მომავალს თვალი გაუსწოროს. ამასთან, ყველა პლუსი და ყველა მინუსი უნდა ვიცოდეთ და სწორად შევაფასოთ. და მე იმედი მაქვს, რომ ამ განვლილი წლების შემდეგ საქართველოს როგორც იქნა დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც ხალხს მისივე ისტორიის შესახებ სიმართლეს ეტყვიან. სწორედ ამით დაიწყო ისრაელის გზა დამოუკიდებლობისაკენ, როდესაც მე-19 საუკუნეში ადამიანებს განუმარტეს სიმართლე. რანი ვართ ებრაელები, რატომ ვართ, საიდან მოვდივართ. მხოლოდ ამის განმარტების შემდეგ, მხოლოდ ერთიანი ისტორიისა და წარსულის მიღწევების ბაზაზე ვაშენებთ ჩვენს მომავალს. ამაზე უნდა ააგოს თავისი მომავალი საქართველომაც, არა ტყუილზე, არა ფალსიფიკაციაზე, იმ
ინტერესანტთა გულის მოსაგებათვისაც საქართველოს არასდროს აღელვებდათ. ეს თვით ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს და მას ეს შეუძლია. თქვენ დრო შევახსენეთ. დიდ უსამართლობად მიმაჩნია ის, რომ წითელ მოედანზე თითქოს და ყველაფერი თავის ადგილზეა. მავზოლეუმიც, სტალინის საფლავიც, მაგრამ კრემლზე წითელი დროშა არ არის. აქ შეუსაბამობაა. ერთ რამეს გეტყვით. სტალინის დაბადების დღეს მავზოლეუმის უკან დიდი რიგი დგება. რუსეთის იმ უბრალო მოქალაქეებისა, რომლებიც მის საფლავზე გვირგვინის დასადებად მოდიან. კრემლის კედელთან არც ერთ სხვა სამარესთან არ არის ხოლმე დახოვებული იმდენი ყვავილი, რომ ძეგლი თითქმის მთლიანად იყოს დაფარული. ყველა დანარჩენ საფლავს მხოლოდ კომენდანტის მოტანილი თითო აუცილებელი ყვავილი ამშვენებს. სტალინთან კი ხალხს მოაქვს. მიუხედავად მთელი იმ სიცრუისა და სიბინძურისა, რაც მის ხსოვნას ხვდა წილად. იმიტომ რომ პატევს სემენ, ახსოვთ, იგივე უნდა იყოს გორშიც, საქართველოშიც. კიდევ ვიმეორებ, კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ სხვა ერს მით უფრო ასეთ მცირე რიცხოვანს არ ჰყოლია მსოფლიოს მასშტაბით ისეთი სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი გახლავთ. ბატონო იაკობ, დიდი მადლობა ასეთი შთამბეჭდავი ინტერვიუსთვის. ყველაფერი შესანიშნავად გამოთქვით. საქართველოში იმიტომაც გცემენ პატივს, რომ ასე აფასებთ ქართველთა ისტორიას. ჩვენს წინაპართა, ჩვენს მოღვაწეთა როლს რუსეთის ისტორიაში. მთელი ქართველი ხალხის სახელით მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. მოხარული ვარ, რომ ქართველი ხალხი ყოველივე მომხდარის შემდეგ თავისი ეროვნული აღორძინების გზაზე ბრუნდება. ჯერა ის ყველას დაანახებს თუ რა შეუძლია და როგორ შეძლებს მომავალში განვითარებას. შემთხვევით როდი გავამახვილე ყურადღება იმაზე თუ რამდენი რამ მისცა ქართველმა ხალხმა რუსეთს. დღესაც ასეა. ქართველ ხალხს საქართველოს აღორძინებას შეუძლია. ღმერთ მაქნას რომ ასე მოხდეს. უღრმესი მადლობა. დარწმუნებული ვარ ბატონი იაკობ კედმისთან საუბრის მოსმენამ სიამოვნება მოგანიჭათ. ის იმდენად კეთილგანწყობილად და კომპეტენტურად საუბრობდა. ვეცადე ნაკლებად ჩავრეულიყავი და მინიმალური კითხვები დამესვა. საშუალება მივეცი სათქმელი სრულიად გამოეთქვა, რადგან ეს ადამიანი ქართველებს პატივს გვცემს. პატივს სცემს ჩვენს წინაპრებსა და ჩვენს ისტორიას. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი იაკობ კედმიები, რადგან ის მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნებაა.